გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. ჩვენი წამდგენია თბილისის აკრები, ახალი თვითმყოფადი უბანი ქალაქში, რომელიც მდებარეობს ვაკე-საბურთალოს შორის ნაფეტროების გზაზე, სადაც ყველა სოციალური სივრცე ფეხით სავალ მანძილზეა. უფრო მეც თბილისის აკრების შესახებ გაიგებთ ვიდეოს ქვემოთ აღწერილობიდან. დღეს საკმაოდ აქტუალურ თემაზე უნდა ვისაუბროთ. ალბათ ყველას გაგიგიათ ფრაზა სიყვარული ნარკოტიკია. მაგრამ ბევრი ადამიანისთვის ეს არ არის მხოლოდ მეტაფორა, ეს არის მათი რეალობა. დღეს მოვიწვია ადამიანი, რომელიც ამ რეალობას, ასე ვთქვათ, ფრონტის ხაზიდან იცნობს, რადგან ის მუშაობს იმ ადამიანებთან, ვისაც არ შეუძლიათ იმ სიტუაციიდან თავის აღწევა, რომელიც მათ გულს სდგენს. დღეს ჩვენ ჩავუღრმავდებით ტოქსიკური სიყვარულის ფსიქოლოგიას და გზას, რომელიც დაგვეხმარება თავი დავაღწიოთ იმ ადამიანს, ვის გარეშეც მოცემულ მომენტში ვერ წარმოგვიდგენია სიცოცხლე. წარმოგიდგენთ ჩემს სტუმარს, ლიზა მირიანაშვილს, რომელიც გახლავთ სარეაბილიტაციო ცენტრ რესტარტის დამოკიდებულების კონსულტანტი და ფიქრობ, რომ ლიზასთან მექნება ისეთი კითხვები, რომელიც ძალიან ბევრ მაყურებელს დააინტერესებს, მაგრამ სანამ პირველ კითხვას დავუსვამ, მინდა რომ გაგიზიაროთ, რატომ შევარჩია ეს თემა. ლიზა მისცის ეს უკვე და მის აზრსაც მოვისმენთ. ესე იგი, ამ ბოლო დროს ხდებოდა TikTok-ზე ბევრი ვიდეო, სადაც ახსენებდნენ ახალ ქართულ სერიალს ვინიცის მერი. და დავინტერესდი რა იყო ეს სერიალი, ჩავუჯექი. ბოლომდე ყველა სერია მე მგონი არ დევს ჯერ, მაგრამ რაც დევს, ყველა ვნახე. და აღმოვაჩინე, რომ ეს არის სერიალი გოგოზე, რომელიც არის სრულიად უპასუხისმგებლო, ასე ვთქვათ, თავზე ხელაღებული, აი უკიდურესად ეგოცენტრული. და ამ ყველაფერთან ერთად ის არის ტოქსიკურ ურთიერთობაში. ეს არის ჩემი შეფასება ამ მთავარი გმირის, მაგრამ მაინტერესებს ლიზას შეფასება და მისი დახასიათება, როგორ დაახასიათებდი ამ გმირს, როგორია ეს სპეციალისტის გადმოსახედინა და არა მარტო სპეციალისტის, უბრალოდ მაყურებლის. მადლობა პირველ რიგში სალომე მოწვევისთვის, მიხარი ამ თემაზე რომ შემიძლია საუბარი. მერის რაც შეეხება, ჩემთვის პირადად მერი არის ადამიანი, ვისაც უბრალოდ დახმარება ჭირდება. რომელსაც შიგნიდან რაღაც ტკივა იმდენად, რომ უბრალოდ არ იცის როგორ გამომკლავდეს ამ ყველაფერს და ეს რაღაც სულიერ ანესთეზიას რაც ანიჭებს, ყველაზე ეფექტურ ხერხებს და ნუ ამავდროულად ყველაზე არაჯანსაღ გზებს მიმართავს იმისთვის, რომ ოდნავ მაინც გაიყუჩოს ის ტკივილი, რასაც რეალურად ის შინაგანად განიცდის და მას უბრალოდ არ შეუძლია, იმიტომ რომ ნუ გარკვეული მიზეზების გამო შეიძლება არ იცოდეს, როგორ აიღოს პასუხისმგებლობა თავის ცხოვრებაზე. რადგან რაც მე ვნახე ხა მის ყველა ცხოვრების სფეროში თითქმის გარღვევაა ბწყალებში რო ვთქვათ, არაფერი არ აქვს დალაგებული, იქნება ეს მეგობრებთან ურთიერთობა, თქვა თავისი პროფესია თუ ასე შემდეგ, სოციუმთან ურთიერთობა და ჩემთვის ხო იმის მანიშნებელია ის, რომ ამ ადამიანს როგორც ვახსენე უკვე შინაგანად რაღაც ტკივა, რაღაც უჭირს და არის ერთი და იგივე წრეზე, ასე ვთქვათ, გაჭედილი, ჩაკეტილი და აქედან ვერ გამოდის. მაგრამ რაც თავია თვითონ ამას ვერ აცნობიერებს შეჭრებით. ვერც საქმეს მოაბათავი, ვერც ნუ იმ შეყვარებულთან ბოლოს თითქოს რაღაცა ალაგდება, მაგრამ ბოლომდე მაინც მიჯაჭვულია არა მარტო იმ პარტნიორზე, არამედ რაღაც სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებზე. ეს სერიალი რო ნახოთ, შეიძლება თქვენი თავი დაინახოთ ამ გოგოში, მაგრამ თავი იცით რა არის? ეს გოგო არის ძალიან ლამაზი. კარგი მსახიობია, მოკლედ, შერჩეული. თან ძალიან ლამაზია, თან აი თითქოს ეს რაღაც თავზე ხელაღებულობა ცოტა ეგოცენტრულობაც ეს თავისუფლებაც ცოტა ხო არის მიმზიდველი. აი მაყურებელს შეიძლება რაღაც მომენტში მოეწონოს კიდევაც ეს გოგო. მაგრამ აქ არის თავარი, რომ უნდა ჩავუღრმავდეთ მის ფსიქოლოგიას, ხო? და მის ცხოვრებისეულ, აი ყოველდღიურ ჩვევებს, მის თვისებებს, მის ხასიათს, რაც არანაირად არ არის მიმზიდველი, ხო? მე გირჩევდით, რომ ნახოთ ეს სერიალი კავეა პლუსზე დევს. და შემდეგ დაუბრუნდეთ ამ პოდკასტს. ან პრინციპში პოდკასტის შემდეგ ნახეთ ეს სერიალიც, მე მგონი ერთმანეთს შეავსებს ჩვენი საუბარი, ხო? მოდი მაშინ დავიწყოთ საუბარი იმაზე. აი პირველად როდესაც შენთან მოდის კლიენტი, როგორ ხსნის რას ჭირს?
ეს შენ შეგიძლია დაადგინო, რომ ის არის ტოქსიკურ ურთიერთობაში მიჯაჭვული ამ შემთხვევაში პარტნიორზე, მაგრამ აი თვითონ როგორი განცდები აქვს? აი რას ამბობს პირველად რომ მოდის თქვენთან? ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ თავიდან ადამიანი რომ მოდის, ვერასდროს ვერ იაზრებს თვითონ რა პრობლემის წინაშე დგას. მუდმივად არის, ხშირ შემთხვევაში არის რა თქმა უნდა გამონაკლისებიც, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ხდება ხოლმე ისე, რომ იცის რომ უბრალოდ ცუდად არის. მეტი ემოცია არ იცის. ცუდად არის გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება მუდმივ კონფლიქტშია პარტნიორთან, ოღონდ ამ ყველაფრის ფონზე მუდამ პარტნიორი არის დამნაშავე. ყოველთვის. არასდროს თვითონ, არასდროს წესით თვითონ იმას აკეთებს, რასაც უნდა აკეთებდეს, სხვა რა გზა აქვს, სხვა რა გავაკეთო და ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე რაღაც სიტუაციების ახსნა, სადაც თვითონ გამოდის ბრჭყალებში მართალი და პარტნიორი გამოდის, არასწორი რა. ოღონდ აქ რა თქმა უნდა არ ვსაუბრობ რაღაც გენდერულ როლებზე, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ქალი იქნება თუ კაცი იქნება, აბსოლუტურად ორივეს იგივე მექანიზმი, ორივე შემთხვევაში იგივე მექანიზმი მოქმედებს რა. მაგრამ როდესაც ხო ადამიანი მოდის, ხშირ შემთხვევაში არის ეს, რომ გაჭედილ პოზიციაზეა. ვერ მიდის წინ, არ იცის რატო არის აი ისეთ რაღაცა ნეგატიურ გრძნობებში, ნეგატიურ განცდებში, ნეგატიურ მოცემულობაში და სიტუაციაში, როგორშიც არის რეალურად. მაგრამ ამბობს, რომ მიყვარს ეს ადამიანი. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ანუ სიყვარულზე მის გარეშე არ შემიძლია. ესეც ერთ-ერთი ისეთი ფრაზა არის გამოკვეთილი. და მართლა ჯერა იმ შემთხვევაში მას, რომ ანუ მის გარეშე არ შეუძლია, იმიტომ რომ ტოქსიკურ ურთიერთობას ესეთი ერთი რაღაც ახასიათებს, დარწმუნებულია ის ადამიანი, რომ თუ ამ პარტნიორთან ერთად არ იქნება, მისი სიცოცხლე ვერ გაგრძელდება. რომ მისი პიროვნება, მისი სიცოცხლე, მისი ღირებულება, მისი ადამიანობა არაფერი არ არის ცალკეულად. იმიტომ რომ ყველაფერი აბსოლუტურად გამომდინარეობს პარტნიორიდან. ამის თანადამოკიდებულებას ვეძახით. და მიჯაჭვულობას უკვე ცოტა ისე რომ გადმოვიტანოთ ტოქსიკურ ურთიერთობას. თანადამოკიდებულება რითი განსხვავდება დამოკიდებულებისგან? იდეაში თანადამოკიდებულებაც ჩვეულებრივი დამოკიდებულის ფორმაა, უბრალოდ დამოკიდებული ადამიანი, ესე ნივთიერებებს დამოკიდებულს თუ ამბობთ, რომ არის მოხმარებაში რაღაც გარკვეული ნივთიერების ან ალკოჰოლის ან თუნდაც აზარტული თამაშების, თანადამოკიდებულის ნარკოტიკი, ასე ვთქვათ, არის ზუსტად ის ადამიანი, ვისაც თვითონ მოიხმარს. იკვებება იმ ადამიანის ემოციებით, იმ ადამიანის კონტროლით, იმ ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს რეალურად. ანუ შენ ახსენე მოიხმარს. ანუ ეს არის ადამიანს შენი რაღაც შესაძლებლად მოიხმარს, ხო, უკვე არაჯანსაღია. რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში ტოქსიკური ურთიერთობისკენ მივყავართ ზუსტად იმ შინაგან სიცარიელეს, რის შევსებასაც ვცდილობ და ზოგი ადამიანი თუ ამ სიცარიელეს იყუჩებს, როგორც ვახსენე, რაღაც სხვადასხვა ნივთიერებით, ან თუნდაც ქცევითი რაღაც ადიქციით, დამოკიდებულებით, ზოგი ადამიანი უბრალოდ ივსებს სხვა ადამიანს. აი სანამ ჩავუღრმავდებით რა ხდება ამ ადამიანის თავში და გულში და ზოგადად ცხოვრებაში, მაინტერესებს თუ შეგიმჩნევი ან თუ შეგიძლია გითხრა ის რაღაც ემოციური პატერნები ან ჩვევები ან რაღაცნაირი დამოკიდებულებები, რომელიც მიგანიშნებს, რომ ადამიანი არის ტოქსიკური, თვითონ ეს ადამიანი არის ტოქსიკური. თვითონ უშუალოდ ადამიანის დამახასიათებელი, ასე ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში არის, რა თქმა უნდა, ყველგან სხვადასხვა და ინდივიდუალურია, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ძალიან ისეთი გამოკვეთილი მიზეზი ერთ-ერთი არის, რომ ადამიანს საკუთარი ცხოვრება არ გააჩნია. არ გააჩნია თუნდაც რაღაც თავისი რუტინა, არ აქვს თავისი საქმე, ოღონდ საქმეში, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს სამსახურს მაინც და მაინც, ხო, ნებისმიერ რაღაც შეიძლება ჰობი იყოს, ხო, ინტერესი იყოს რაღაცის, არ აქვს ამას მნიშვნელობა. მთავარია თვითონ ადამიანი იყოს თვითკმარი, მაგრამ როდესაც თვითკმარი არ არის ადამიანი, მას ჭირდება აი ამ ყველაფრის შესავსებად სხვა ადამიანი. თვითონ რომ ინტერესი არ აქვს, პასუხისმგებლობას რო არ იღებს საკუთარ ცხოვრებაზე, ნებისმიერი განხრით. და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მანიშნებელი რაც არის, ეს არის, რომ ადამიანი ძირითადად არის ხოლმე დაჩაგრულ პოზიციაში. სხვერპლის როლში. და მის მიმართ უსამართლოა სამყარო, უსამართლოა რაღაც ღმერთი და ასე შემდეგ რა. ადამიანები არ ეხმარებიან, ყველა სხვას უმართლებს და მას არ უმართლებს. მაინც და მაინც მე უნდა დამმართნო და ეს. აი ეს სამხელა ეგოცენტრიზმია, ხო, რომ მაინც და მაინც მე. თითქოს უბრალოდ ერთი რიგითი ადამიანი არ ვიყო რა. ანუ ამით თითქოს ამართლებს თავის მდგომარეობას, რომ მას არ შეუძლია ამის შეცვლა. ანუ ეს მე არ შემიძლია, იმიტომ რომ მე სხვა უფრო რაღაც ჩემზე დიდზე ვარ დამოკიდებული, გარემოზე, შემთხვევაზე. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩემი პასუხისმგებლობა. მე კი მინდა, მაგრამ აი ცხოვრებაა ესეთი. და მეცაც გეტყვით, ანუ ამართლებს ეს ერთია და იზიდავს კიდე მეორე.
რომ ადამიანი რაც უფრო მეტად არის ნეგატივში, ადამიანი რაც უფრო აი წყალს რასაც უსხავთ ის იზრდება, ხო ეს უნებრივია. შესაბამისად მე თუ ჩემ ნეგატივს ყვებავ, უფრო მეტი ნეგატივი მექნება. მე თუ პოზიტივისკენ შევცვლი რაღაცებს, რა თქმა უნდა რომ უფრო პოზიტივისკენ წავიყვან და ისე ხდება რომ ნუ სიტყვას ენერგია რო აქვს ამაზე მე მგონი აღარ დავაბრუნებ ეს სფეროში, ამიტომ მუდამ მსხვერპლის პოზიციაში ყოფნა აუცილებლად უფრო მეტ ისეთ სიტუაციას შემიქმნის, ასე ვთქვათ, სადაც უფრო მეტად მსხვერპლი შემიძლია რომ ვიყო და ანალოგიურად საპირისპიროც იგივენაირად ხდება. და აი რა ხდება, როდესაც თქვენთან მოდის ადამიანი, შენ როგორ უხსნი, რომ აი შენ ახლა იმყოფები ტოქსიკურ ურთიერთობაში? ეს არის ყველაზე ისეთი, რა ქვია, ყველაზე მეტ ძალისხმევას მოკლედ ეს მოითხოვს პირველი ეტაპი რა, იმიტომ რომ ფაქტობრივად როდესაც ადამიანი უკვე პრობლემას ასახელებს და პრობლემას ხედავს, ნახევარი საქმე თითქმის გაკეთებულია. ამიტომ ყველაზე გარდამტეხი პერიოდი ზუსტად ეს არის რა, რომ ადამიანმა დაინახოს თავისი რეალობა. იმიტომ ესეთ ურთიერთობაში როცა ხარ და არა მარტო ურთიერთობაში არ გულისხმობ მხოლოდ პარტნიორს, შეიძლება იყოს ნივთიერებაზეც იგივე მიდგომა, ხო? ადამიანის ფსიქიკა იმისთვის, რომ რეალობას თვალი არ გაუსწოროს და არ დაკარგოს ის რაც აქვს, ამისთვის იქმნის ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმს, რა რაც არის ილუზიის და უარყოფის სისტემას ესე ვეძახით. ეს ძალიან ჩვეულებრივი მექანიზმი არის, ანუ ადამიანის ფსიქიკა უბრალოდ რო არ შეიშალოს, დამცავ ბარიერს იქმნის რა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დამცავი ბარიერის, რომელიც საბოლოო ძალიან დიდ ზიანამდე, რომელსაც საბოლოო ძალიან დიდ ზიანამდე მიყავს ადამიანი, აი ამ ბარიერის ისე უმტკივნეულოდ გარღვევა, რომ ადამიანი არ ჩამოიშალოს. რომას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ აი ამ რაღაც გაშიშვლებული, ასე ვთქვათ, მედან დაიწყოს უკვე შენება იმ ადამიანის, ვინც საბოლოოდ უნდა რომ იყოს, ხო? და ეს ხდება ძალიან მარტივი მეთოდით, მისი გამოცდილებების, მისი ცხოვრების ფაქტებად დანახვით ვიწყებთ ამ ყველაფერს. ანუ ეს რას გულისხმობთ? ანუ თვითონ მისი მოქმედებები რეალურად რა შედეგებამდე მიჰყავს მის მოქმედებებს. ვანახებთ იმას, რომ რამდენად ფუნქციონირებს თუნდაც სოციუმში, რამდენად გამოსადეგი წევრია, იქნება ეს ოჯახისთვის, მეგობრებისთვის თუ ასე შემდეგ, რამდენად აქვს თავისი საყვარელი საქმე, რამდენად არის დაკავებული მისი დღის, ასე ვთქვათ, ნაწილი რაღაც სასარგებლოს კეთებით. და როგორც წესი, როგორ არის ხოლმე ლიზა გადანაწილებული, ასე ვთქვათ, პროცენტულად ესე რომ ვთქვათ, რომ აი ის ადამიანი, ვიზეც ეს თქვენი კლიენტი არის სწორად ვამბობ კლიენტი ბენეფიციარი კი ბატონო. იმ ადამიანზე როდესაც არის დამოკიდებული, აი რა ადგილი უკავია იმ ადამიანს, ვიზეც არის დამოკიდებული და რა ადგილი უკავია მის პირად ცხოვრებას ამ ადამიანის გარეშე? მისი პირადი ცხოვრება ამ ადამიანის გარეშე არ არსებობს. მოცულია ეს ადამიანი თავისი პარტნიორით, ეს იქნება რაღაცა პარტნიორი ამ შემთხვევაში თუ ნივთიერება. ანუ აბსოლუტურად მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ადიქცია რა მე რა სფეროშიც მოვაწევებ, არ ანსხვავებს რეალურად ნივთიერებას, ადამიანს, ქცევით ადიქციას თუ ასე შემდეგ. მექანიზმი აბსოლუტურად ერთი არის ყველა მიჯაჭვულობის მიმართ. ფუძე არის დაავადება დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენ ვემუშავებით და შემდეგ უკვე აი ეს ნარკოტიკი, ალკოჰოლი, აზარტული თამაში, შოპინგი, ვარჯიში, პარტნიორი, ნებისმიერი სხვა რაღაც, ეს არის უბრალოდ აი ამ დაავადების გამოვლინება და ეს არის მიჯაჭვულობის სახე, ასე ვთქვათ. შესაბამისად, მთელი აი ადამიანი, რაზეც არ არის მიჯაჭვული, მთელი მისი ცხოვრება, აზრები, ფიქრები, ემოციები, ყველაფერი ტრიალებს აი ამ რაღაცა მიჯაჭვულობის საგნის ირგვლივ. აი ვთქვათ, დილას გაიღვიძა ადამიანმა, ამაზე ფიქრობს. კი. რაღაცა ხო უნდა ვთქვათ, დილით უნდა ისაუზმოს, მერე ისადილოს, მერე ივახშმოს, წავიდეს სამსახურში, რაღაც თავს მოუაროს. კი, ნორმატიული ჯანსაღი ვთქვათ, ადამიანი, ვისაც არ აქვს ეს პრობლემა, ესე ცხოვრობს, კი, მაგრამ სამწუხაროდ დამოკიდებულ ადამიანს არ შეუძლია ესე ფუნქციონირება. მას იმისთვის განსაკუთრებით უკვე ბოლო ეტაპებზე, მას იმისთვის, რომ უბრალოდ საწოლიდან ადგეს, იმისთვის, რომ რაღაცა საკვები მიიღოს, იმისთვის, რომ ვიღაცას გამარჯობა უთხრას, ამისთვის უკვე ჭირდება დოზა. და ეს დოზა როგორც ჭირდება, ვთქვათ, ნარკომომხმარებელს, ისევე ჭირდება ის დოზა რაღაცა ტოქსიკურ ურთიერთობაში მყოფ ადამიანს, რომლისთვისაც მომხმარების წყარო სწორედ პარტნიორია. ანუ ეს დოზა არის მასთან ურთიერთობის და ანუ დარეკვა, ვთქვათ, ან დალაპარაკება. თუნდაც, ან ჩხუბი. ჩხუბი არის ნებისმიერი რაღაც, რაც მძაფრ ემოციას განიჭებს.
რომ ეს ადამიანიც თვითონ რა ტოქსიკური ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ ტოქსიკური ურთიერთობა რეალურად არ არის ადამიანზე მაინც და მაინც მიჯაჭვულობა რა, ეს არის იმ ემოციებზე მიჯაჭვულობა, იმ ემოციებით კვება, რა ემოციებსაც მე ზუსტად ის ადამიანი მანიჭებს. თორე ამ ადამიანის ადგილას შეიძლება საერთოდ სხვა ადამიანი იყოს და მე მაინც იგივე წრეზე დავდიოდე. ამას არ აქვს აბსოლუტური მნიშვნელობა. ისევ და ისევ ხას უსვამ იმას, რომ პრობლემა არის იმ მექანიზმში, რა მექანიზმიდაც ეს ადამიანი ოპერირებს და არა ვთქვათ მის პარტნიორში, ან თუნდაც მასში. მოდი მაინც მოკლედ ეს მექანიზმი რო ავხსნათ, ეს ჰორმონების გამოყოფა რო არის შეფერხებული, ეს ბედნიერების ჰორმონები, მაინც კი ბატონო, ძალიან ისეთი სიღრმისეული და მსუყე თემაა, ასე ვთქვათ და ძალიან რთულია ესე მოკლედ რო ჩამოვაყალიბო, მაგრამ თვითონ აი დაავადება დამოკიდებულება ჩვენც გვისაუბრია ამ თემაზე. მოიცავს რატო არის დაავადება ზოგადად, ხო, რატო აღვქვათ დაავადებათ? იმიტომ რომ მას გააჩნია თავისი გამომწვევი მიზეზები, გააჩნია სიმპტომები, გააჩნია პათოგენეზი, ეს განვითარების მექანიზმი და, გააჩნია თავისი შედეგი. ეს შეიძლება ადამიანის ყველა ადამიანის შემთხვევაში ინდივიდუალურად განვითარდეს და გამოვლინდეს, ოღონდ ამას გულისხმობ დროთა განმავლობაში, მაგრამ თვითონ აი ეს რა მექანიზმსაც მიყვება, არის აბსოლუტურად ერთი და იგივე. გამომწვევი მიზეზი არის მე რო ამ თემაში ჩავერთე, მაშინ იყო 40-დან 60%-მდე, მაგრამ დღევანდელობაში 60-დან 80%-მდე ეს არის გენეტიკური ფაქტორი. გენეტიკური ფაქტორი არ ნიშნავს მაინც და მაინც იმას, რომ ვთქვათ სიტყვაზე მე რომ მოვიხმარ არაჯანსაღად ალკოჰოლს, აუცილებლად ჩემი ოჯახის წევრი, დედა, მამა, ან ასე შემდეგ ისიც მოიხმარდა ალკოჰოლს. არა, მას უბრალოდ ჰქონდა დაავადება დამოკიდებულება, რომელიც გარკვეული კოდით გადმოეცა მის შთამომავალს. გენეტიკაში ასევე არ გულისხმობთ უშუალო ოჯახს. გულისხმობს თუნდაც ქვეყნის ისტორიას. თავისთავად ეს უკვე სოციუმის ნაწილია. ან მოკლედ ძალიან სიღრმეებში რო არ ჩავიდე, გენეტიკური ფაქტორი არის 60-დან 80%-მდე გამომწვევი და შემდეგ უკვე 20-დან 40%-მდე ეს არის მოხმარებაში, ასე ვთქვათ, შეძენილი და როგორ ვთქვა, გამოწვრთნილი წყალებში. აი ქიმიური დამოკიდებულება რო ავიღოთ, ადამიანი როცა ზოგადად რაღაც სასიამოვნოს როცა ვაკეთებთ ჩვენ რა, იქნება ეს რაღაცა გასეირნება, იქნება ეს გემრიელი ცაკვების მიღება, იქნება ეს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, ნებისმიერი რაღაც. ჩვენი ძალიან ისე მარტივი ტერმინებით რო ვთქვა, გვაჯილდოებს ამისთვის, რომ აიმე რა კაი გოგო ხარ, აჰა, შენ ბედნიერების ჰორმონი რაღაცა ცოტა რაღაც გარკვეულ რაოდენობას გამოყოფს. როდესაც ადამიანი პირველად მოიხმარს ნივთიერებას, ისეთი რაოდენობით ბედნიერების ჰორმონი გამოიყოფა, რომ მას თავი გონია, არ ვიცი, თითქმის ღმერთი, ძალიან ბევრს უთქვამს რა, ჩემ პრაქტიკაში ასეთი რაღაც. შესაბამისად ტვინი, всё, იბეჭდავს, რომ მე ეს რო გავაკეთე, ძალიან გავბედნიერდი და ნებისმიერ პატარა გაქცევის შესაძლებლობაზე და სურვილზე ეგრევე ტვინი უთებს იმას, რომ აი გახსოვს? და всё, ამას იღებს. იგივე არის ურთიერთობის შემთხვევაშიც. ხშირად ხდება ეს ბონდი რა, ხო, აი შეკავშირება ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე ტრამვების საფუძველზე, ოღონდ ტოქსიკურ ურთიერთობაში. ანუ ჩემი ტრამვა ხედავს შენ ტრამვას და პირიქით. და აი ამითი ხდება შეკავშირება ერთმანეთთან. შესაბამისად, აი ეს რომ ხედავენ ჩემთვის აი იმხელა რაღაცა ბედნიერების გამომწვევი სიტუაცია, რომ ადამიანის მნიშვნელობა არ აქვს, დამოკიდებული იქნება თუ არა დამოკიდებული, ერთ-ერთი საწყისი მოთხოვნილება და ადამიანის არის თვითონ რომ რაღაცის ნაწილი იყოს. ეკუთვნოდეს რაღაცას, უყვარდეთ, ზრუნავდნენ. შესაბამისად, ამას როგორც კი იღებს, და ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულ ადამიანს ეს აკლია მუდამ ბავშვობიდან. ამას როგორც კი იღებს, всё ამას ეჯაჭვება და გონია რომ აი ეს ის ერთადერთია, რომელსაც შეუძლია ჩემში ამ გრძნობების გამოწვევა. და შესაბამისად ამის დაკარგვა არაფრის ფასად არ უნდა. ანუ სხვა არ არსებობს ასეთი ადამიანი? არ არსებობს, არც არსებობდა, არც არასდროს არ არსებობს. აი იმ მომენტში ესე ჯერა. ანუ იმ момენტში ჯერა, რომ ასეთ ადამიანს ვერასდროს შეხვდება და ასე ვერავინ გააბედნიერებს, ასე ვერავინ შეუყვარდება. ზუსტად და ასე ვერავინ ვერ შეიყვარებს.
და სწორედ ეს არის აი სიახლის შიშიც რაც არის რა, მარტო დარჩენის შიშამდე ჩადის ძალიან ბევრი რაღაც რა, ბევრი ესეთი განშტოება ამ შიშების. მარტოობის შიშამდე, ნუ სიკვდილის შიშამდე და ასე შემდეგ, მაგრამ აი მარტოობა ხო ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის დამსჯელობითი ფორმა არის, ხო? ეხლა თუნდაც რაღაც დანაშაულისთვის ადამიანი რა თავისუფლება აღიკვეთება, ხო? და იქაც თქვა თუ რაღაც პენტენციურ დაწესებულებაში კიდე რაღაცას დაარღვევს, საერთოდ მარტო უშვებენ, ხო? ანუ რამხელა ზიანი არის ადამიანისთვის ის, რომ სხვა ადამიანთან ურთიერთობა და კონტაქტი ვერ შეძლოს. და ეს ნუ ფსიქიკას ამის ისტერიული შიში აქვს, ოღონდ ნუ რა თქმა უნდა ეს არაცნობიერ დონეზე, ხო? შესაბამისად მისთვის აი ამ ადამიანის დაკარგვა, ვინც მას ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ იმის უკან ძალიან ბევრი ზიანია, შეიძლება აბსოლუტურად არაჯანსაღი ურთიერთობა იყოს, კონტროლი იყოს, რაღაც განსჯა იყოს, შეფასება, ხო? მაინც იმ მომენტში გონია, დარწმუნებულია, რომ აი მასავით სხვას ვერავის ვერ ეყვარება. და манипуляტორია ასეთი ადამიანი. მისი პარტნიორი. კი, ორივე. ტოქსიკურ ურთიერთობაში არ არსებობს ერთი მხარე. და არ არსებობს ერთი ადამიანი არის ტოქსიკური და მეორე ჯანსაღი. არ არსებობს, აი თუნდაც დამოკიდებულების შემთხვევაში რო ავიღოთ, ხო, ანუ დამოკიდებულ ადამიანთან ვერ იცხოვრებს 6 თვეზე მეტი ჯანსაღი, ასე ვთქვათ, ადამიანი. ვინც 6 თვეზე მეტი ცხოვრობს თავისი არჩევანით, ოღონდ, ხო, დამოკიდებულ ადამიანთან, ის ავტომატურად თანადამოკიდებულია და როგორც ვახსენეთ, ყველა თანადამოკიდებული. იმიტომ რომ მანდაც ხდება ხოლმე ბენეფიციარებს ხშირ შემთხვევაში აქვთ, რომ აი თანადამოკიდებულები ჭარბობენ იმ რადგან ნუ სამწუხაროა, მაგრამ განსაკუთრებით საქართველოში ჭარბობენ, ნუ მამრობითი სქესის ასე ვთქვათ მომხმარებლები ჩვენ პრაქტიკაში უფრო მეტია, იმიტომ რომ სამწუხარო ქალთა ცენტრი არ არსებობს, არის ნუ მხოლოდ მამაკაცების და ნუ მოკლედ ნუ შერეული რაჰაბიც გვაქვს ჩვენ უბრალოდ მაინც მასიურად ხდება, რომ მამაკაცების პრობლემა და აზარტულ თამაშებზე უფრო მამაკაცების შემთხვევაში და ჩვენ ბენეფიციარების ოჯახის წევრებს ვემუშავებით ხოლმე პარალელურად, ნუ გვაქვს რაღაცა ჯგუფები, დღის ცენტრი იქნება თუ ასე შემდეგ და ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრები არიან ხოლმე ან დედები, ან მეუღლეები, ან დები. ოღონდ ამას არ ვამბობ 100%-ით, ეს არის უბრალოდ უმეტესწილად და ხშირ შემთხვევაში. ამიტომ მე როლი აქვს დამოკიდებული ადამიანის ცხოვრებაში. დამოკიდებულება ეს ზოგადად ოჯახური დაავადებაა. ანუ ერთი ადამიანი თუ არის ოჯახში დამოკიდებული, ანუ მომხმარებელი, იმას ნიშნავს, რომ მისი ბლუ 12-დან 15 ადამიანამდე ჩათრეული არის, ასე ვთქვათ, ამ სქემაში. ზოგადად თან დამოკიდებული ადამიანი, ნუ რა ვიღოთ დედის მაგალითი რა, ძალიან რთულია, რომ სიტყვაზე დედამ დაინახოს თავისი როლი, აი ამ რაღაც დაავადების განვითარებაში და ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც ის ცუდია, ან ასე შემდეგ, უბრალოდ ხო ცნობიერება არ არის ამაღლებული და არ ვიცით როგორ ყალიბდება, რა ხდება, როგორ ხდება რა. თანადამოკიდებული ადამიანი არ აცდის დამოკიდებულ ადამიანს, რომ ავტონომია ჩამოიყალიბოს თვითონვე. ჩვენთან ხშირად ხდება ხოლმე ესეთი შემთხვევები, რომ რეკავენ ნუ დედები ან მეუღლეები, რომ აი კონსულტაციაზე მინდა მოვიყვანო ბავშვი და ბავშვი არის 43 წლის კაცი. ეს რეალურად არსებობს. კი. და ნუ ჩვენთან საქართველოს რეალობა კიდე ნუ უფრო ძიმეა ამ შემთხვევაში. და იცი რა მაინტერესებს? აი რა ხდება თანადამოკიდებული ადამიანის პიროვნული ზრდის კუთხით, აი როდესაც ის შედის აი ამ ტოქსიკურ ურთიერთობაში და თუნდაც ნივთიერებაზე დამოკიდებული ხდება. აი რა ხდება მის პიროვნებაში? იყინება აბსოლუტურად, იმიტომ რომ მისი ცხოვრება გადადის რაღაც მე-1000-ე ხარისხში და ის აბსოლუტურად როგორც ვთქვი, მოცულია სხვა ადამიანის ცხოვრებით. მან არ იცის თვითონ რას გრძნობს, მაგრამ იცის პარტნიორი რას გრძნობს. მას არ აინტერესებს თვითონ რა აცვია, მას აინტერესებს პარტნიორს რა აცვია. აბსოლუტურად ანუ ადამიანი იწყებს სხვა ადამიანის ცხოვრებით ცხოვრებას. მან მოდის კონტროლი მერე. მან მოდის, ნუ ეს თუნდაც განსჯა, თუნდაც შეფასება, გადაბრალება, დამადლება, დაყვედრება ბევრი რაღაცის. რომ მე ამ დრამეს გიკეთებ. რა თქმა უნდა. ამ დროს შეიძლება ნუ მოუტრიალდეთ და ამ საერთოდ არ უნდა რომ არაფერი გავკეთოს. ნუ ეს ძალიან ისეთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ესეც რა თქმა უნდა მე მიჩვეულია და რაღაც როგორც კი რაღაც პრობლემა ხდება მის ცხოვრებაში, ეგრევე აი მიშველეთ სიტუაცია, მაგრამ ცარიცხის გარეცხვა, ჩვეულებრივი ამბავია, საჭმელის გამზადება, ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ვთქვათ, რო ეკითხები სად მიდიხარ, რა შენი საქმეა.
რა შეეხება აბსტინენციას, ეგრეთ წოდებული ლომკა, რასაც ვუწოდებთ, როგორ გამოიხატება ტოქსიკურ ურთიერთობაში, ანუ ადამიანზე დამოკიდებულების შემთხვევაში აბსტინენცია? იგივენაირი ან 4-ვე ასპექტში გამოიხატება ზოგადად ეს აბსტინენციის ნიშნები. დაავადება დამოკიდებულება თვითონ მოიცავს ადამიანის 4 ასპექტს, ხო, ბიოფსიქოსოციო სულიერი. როგორც თავდაპირველად ხდება ბიოლოგიური ნაწილის გამოვლინება აბსტინენციით, შემდეგ ეს რო გადადის უკვე ფსიქოლოგიურში ხდება ეს ყველაფერი და აი მაგიტო არის რომ ადამიანი ხშირ შემთხვევაში უბრუნდება ხოლმე მოხმარებას, იგივე მექანიზმი მუშაობს ტოქსიკური ურთიერთობის დასრულების შედეგად. წარმოიდგინეთ ახლა რა ეს ჭიქა 2 წელიწადი რო აქ მიდევს და უცებ რო აღარ დევს. ბუნებრივია რომ მე მაკლია, ჩემი ხელის მოძრაობა, მექანიზმი უკვე ახსოვს, ხო, სხეულის მეხსიერებაა სულ სხვა თუ არაფერი. შესაბამისად ავტომატურად მე ახალი ცხოვრება უნდა ვისწავლო, თან მით უმეტეს როცა ტოქსიკურ ურთიერთობაში ჩემი ტვინი და ემოციები მოცულია სხვა ადამიანით, ის ადამიანი მე რომ მეცლება, აბსოლუტური სიცარიელი რჩება. საქმე აღარ მაქვს, რა გავაკეთო არ ვიცი. ასევე ფიზიკური ტკივილები იცის. ადამიანზე დამოკიდებული. რა თქმა უნდა, გულის ტკივილი, აი ამ არეაში ტკივა. მართლა გული ტკივა. ამბობენ რომ საყვარელ ადამიანთან დაშორება გულის ოპერაციის ანესთეზიის გარეშე გაკეთებას უდრისო. ამას ახლა შეგრძნებებს ვერ შევაფასებთ რა თქმა უნდა, მაგრამ საკმაოდ მძიმე და მძაფრი ტკივილები არის. ხო, აი აქ შეიძლება გიჭერდეს რაღაც სიცარიელეს განიცდი. სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად აღწერს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ შინაგანად არის აი ეს რაღაცა არასაკმარისობის შეგრძნება, აი რაღაც გაკლია, დანაკლისია. და აი თქვათ ნივთიერებაზე დამოკიდებულების შემთხვევაში აბსტინენციის დროს რო ადამიანი ყველაფერს კადრულობს, რომ ოღონდ ის ნივთიერება მოიპოვოს, ამ შემთხვევაში რა ხდება ურთიერთობაში? იგივენაირად. უმართავობას ვეძახით, აი მაგ მდგომარეობაში, როცა ადამიანს საერთოდ ეკეტება, აი გვირაბული ხედვა რო ერთვება ადამიანს, რომ წარმოიდგინოთ, აი ირგვლივ ყველაფერი საერთოდ რო შავდება და აი ერთი ჩემი მიზანი არის მხოლოდ აი ის დოზა. და იგივე რაღაც ემართება ადამიანთან დაშორების შემთხვევაში, ანუ მხოლოდ ის არის, ხაზე ვერაფერს ვერ ვფიქრობ. და ეგ აცოცხლებს ამ ციკლს, იმიტომ რომ ტოქსიკური ურთიერთობიდან ხშირად გამოდის ადამიანი ისევ შედის. ანუ აბსტინენცია აქვს ამ დროს, როცა ისევ უბრუნდება, თუ აი რატო ბრუნდება? ეგ არის აი მანდაც იძულებითი თავშეკავება, აი როგორც ნივთიერებს ზუსტად პარალელი რო გავავლოთ რა, ანუ არსებობს ადამიანი, თქვათ რომ გამოკეტო 4 კედელში, კი გაძლებს, რა თქმა უნდა, მაგრამ გამოდის ამ 4 კედლიდან და ისევ უბრუნდება, ხო? რატო? იმიტომ რომ ფიზიკა ეს ბიოლოგიური აბსტინენციის პერიოდი შეიძლება გადაიარო უპრობლემოდ, გაძლო, იძულებით რაღაცა თავი შეიკავო, მაგრამ ფსიქოლოგიური ნაწილი შემოდის, მერე უკვე ის ირთვება და ფსიქოლოგიური ნაწილი რა არის? მე მახსოვს, ნებისმიერი დისკომფორტის განცდის შედეგად მივდიოდი და მოვიხმარდი, ხო? შესაბამისად, ისევ და ისევ ვიციან, მე მახსოვს, სახლში რომ მოვიდოდი, ეს ადამიანი აქ იყო. მე მახსოვს, რომ მე ტრიგერები შემოდის უკვე. მახსოვს, რომ ამ ადამიანთან ერთად ამ ქუჩაზე რო გავიარე, მაშინ აი ესე გავიცინე. და აი ირგვლივ, ანუ ყველაფერი აბსოლუტურად იქ მეხსიერებაში მიტივტივდება, მე პირდაპირ მინთებს, ხო, ეს რაღაც ალარმებივით მერთვება და ყველაფერი იმას მახსენებს. ჩემი შეგრძნება, აი მარტო რო ვგრძნობდი თავს, რაღაცა მეხუტებოდა სიტყვაზე. ან აი ამ ფილმს ერთად ვუყურეთ და ეს ყველაფერი თავიდან აცოცხლებს და ამ შემთხვევაში, როდესაც ადამიანმა არ იცის, რომ სულ რაღაც 2-დან 5 წუთამდე უნდა მოითმინოს იმისთვის, რომ აი ეს ემოციები გადავიდეს და დარეალიზდეს რა. აი იმ მომენტში ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში აი მომართავობაში გადასვლა და უკვე ისეთი მოქმედებების გაკეთება, საიდანაც მე უკან ვეღარ მოვდივართ და ისევ თავიდან უნდა დაიწყოს აი ეს რაღაცა, ასე ვთქვათ, გადაგდების და ჩახსნის და მოიცა დაუბრუნდეთ ახლა 2-დან 5 წუთს. ამან ყური მომჭრა. რას ნიშნავს 2-დან 5 წუთამდე უნდა მოითმინოს? ხშირ შემთხვევაში ემოციები 2-დან 5 წუთს არა, 90 წამი გრძელდება საშუალოდ. ნებისმიერი სახის ემოცია არის რაღაც ძალიან ისეთი მძაფრი ემოციები, რომელიც შეიძლება უფრო დიდი ხანი გაგრძელდეს რა, ოღონდ ოდნავ დიდი ხანი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გრძელდება 90 წამის განმავლობაში. დანარჩენი უკვე აი ეს ემოციების, ასე ვთქვათ, გაგრძელება ხდება უკვე შინაარსებიდან გამომდინარე. ანუ ადამიანი რაღაც ემოციას რო განიცდის და ამასაც რა თქმა უნდა თავისი ტრიგერი აქვს, შემდეგ აი ამ ემოციას
თავის დაუნებურად აღრმავებს რაღაცეებზე ფიქრით, ამ სიტუაციაზე უფრო მეტი რაღაცა მიზეზის, არგუმენტის, რაღაცის მოშველიებით და აი ამ ყველაფრის გაწელვით და შესაბამისად უკვე მან ხდება მისი არჩევანი ეს ყველაფერი, რომ აი ამ ეს რაღაცა ტრაგიზმის ემოცია მოიხმაროს და ეს რაღაც ცუდად იყოს და ჩვენ რა თქმა უნდა არ ვსაუბრობთ არც დიაგნოზზე, ვთქვათ, დეპრესია იქნება ეს თუ ასე შემდეგ, ეს აბსოლუტურად ცალკე თემაა, მაგრამ უბრალოდ ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი დიაგნოზი, არც დეპრესიის ნიშნები, არც არაფერი, უბრალოდ ირჩევს, რომ აი ამ ემოციების მოხმარებაში იყოს და აი ასე ვთქვათ, გაიღრმაოს თავისი ტკივილი. ანუ ერთგვარი რეკომენდაცია რა შეიძლება იყოს, რომ ეს 2-დან 5 წუთამდე როგორღაც თავი შეიკავოს, ასე რომ ვთქვათ და აი ეს ამ 5 წუთს გაუძლოს და რაღაცით მაინც დაკავდეს. კი ბატონო, მან დროს არის ზუსტად ანუ ჩვენ ვამბობთ ხოლმე ტოლვის მოტყუებას ვეძახით. რომ ნებისმიერი რაღაც, რაც უბრალოდ ყურადღებას გადამატანებს, იქნება ეს ცივი წყალი, იქნება ეს რაღაცა გასეირნება, იქნება ეს უბრალოდ დამიწების ტექნიკა, არაერთი დამიწების ტექნიკა არსებობს. ღრმად ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა, ხო, 10 ჯერ სიყვარულის და მადლიერების გაგზავნა სიტყვაზე საკუთარი თავისთვის, სხვა ადამიანებისთვის. უბრალოდ აი ნებისმიერი მოქმედება, ну დაწერა, ძალიან ბევრი ინსტრუმენტი არის, რაზეც შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ნებისმიერი მოქმედება, რაც ადამიანს გამოიყვანს ამ ფიქრებიდან, გონებიდან, ზუსტად. ფიქრებიდან შეიძლება ჩაითვალოს როგორც ინსტრუმენტი. შეგიძლია ერთი დამიწების ტექნიკა გაგვიზიარო? კი, როგორ არა, დამიწების ტექნიკა, ну, ბევრია, მაგრამ შეიძლება სხეულებრივი შეგრძნებით დამიწება, ვთქვათ, რომ დავიწყო და დავასახელო, აი, ჩემი მარცხენა ხელი ეხა სად დევს? დევს ფეხზე. ხო? რა შეგრძნება არის, რბილია თუ უხეში არის, მოძრაობს თუ უბრალოდ სულქია თუ მძიმეა. შემდეგ გადავიდე აი ნეგატივი აქ მიდევს, ხო აი რა ადგილას მიდევს, უფრო და რო აღწერო უბრალოდ აქ და ამჟამად რო დავუბრუნდე. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი დამიწების ტექნიკა არის, რომ უბრალოდ რაღაც ფერი ავირჩიო, ირგვლივ მიმოვიხედო და ამ ფერის რასაც დავინახავ, ისინი ჩამოვთვალო. აქ და ამჟამად მაბრუნებს ჩემი ფიქრებიდან. და რო ფიქრებს აქ ისეთი ძალა, რომ შეიძლება საერთოდ საწამიყვანოს კაცმაც და უცებ ხედავ, რომ აი გავიდა ყველაფერი. ანუ ამას ვაკეთებ ხმამაღლა? აი მაგალითად ავირჩიე თეთრი ფერი და ვამბობ კედელი, ჭერი, სანათი და ესე ლაპარაკო. და შემიძლია აღწერო კიდე რა, ეს თეთრი რაც არის როგორია. რომ უფრო გახამატერია ზუსტად, რომ აი უფრო და უფრო დავბრუნდე და უფრო აი აქ და ამჟამად კიდე აი ვეხები მაგალითად, ხო, რას ვეხები, აი აღწერო თუნდაც ფერი, როგორი მატერია და მთელი ეს ძალიან ბევრი ტექნიკა არსებობს, ამის ეს უბრალოდ რამდენიმეა, თორე ხო, ჩემი საყვარელი დამიწების ტექნიკა არის შეგრძნებების ასე ვთქვათ ჩამოთვლა. ყველა ხუთივე შეგრძნების მაგალითად, ეხლა პირველ რიგში კონცენტრირდები, რას ვხედავ. შემდეგ როცა დავასახელებ, რას ვხედავ, მერე ყველა დანარჩენი გაითიშება და რა მესმის. მერე ვამბობ რა მესმის. მერე რას ვგრძნობ, როგორი გემო მაქვს. როგორი ყნოსვა, რას ვეხები, აი სად ვზივარ. მე შიგნით შეგრძნებებით შეიძლება ჩამოვთვალო. და ეს ოღონდ მე ეს მეხმარება, როდესაც თქვა რაღაცაზე ძალიან ვღელავ. და აი ცოტა შფოთი რომ შემომიტევს ხოლმე მაშინვე დამიწების ტექნიკა, ну ფანტასტიკურია და კიდევ არაჩვეულებრივია, როდესაც ვიღაცა მეკამათება. ანუ როცა ვიღაცა მეკამათება და ვიცი რომ ნუ მორჩა ხა ისეთ მორევში მithრევს ეს ადამიანი საიდანაც გამოსავალი არ არსებობს რომ გინდა რომ შენც დაუბრუნო და აი რაღაც პინგ-პონგის თამაში რომ მიდის ამ სიტყვებით აი მაგ დროს ვჩერდები და ვიწყებ ფიქრს ეხა რა მესმის რას ვგრძნობ რას შევიგრძნობ როგორი სუნია ამ ოთახში და ნელ-ნელა გადავდივარ მე ამ ემოციებიდან მინელდება და უკვე ადამიანს ვემსგავსები ხოლმე კი ძალიან ეფექტურია იმიტომ რომ როგორც თქვი ანუ ხშირ შემთხვევაში ყველაფერი ხდება ჩვენ თავში კი ყველაფერი და რომ აქ და ამჟამად როცა ვარ მე რეალობაში როცა ვარ რა ანუ არაფერი ისეთი არ ხდება რამაც შეიძლება ასე ვთქვათ ესე ჩამომშალოს ეს ფოთი ეს მოუსვენრობა ეს ყველაფერი ხო იწყება ამის რა თქმა უნდა ხო ძალიან ისეთი სიღრმისეული ტექნიკებიც გვაქვს და ასე შემდეგ მაგრამ აი რაც თქვით ხო პაუზა ძალიან მარტივია და ამ პაუზის დროს უცებ დამიწების ტექნიკა რომ მე რეალობაში დავბრუნდე რომ მე მუდმივ როგორც დამოკიდებულ ადამიანს აი მუდმივად აქვს ის რომ ან არის მომავალში ან არის წარსულში და დღევანდელი დღე აი ეხლა ეს მომენტი გაურბის აქ არასდროს არ არის და ახლა ვინც გვისმენთ შეიძლება მოგეჩვენოთ სასაცილოდ იმიტომ რომ ხანდახან აი ძალიან
საშინელ მდგომარეობაში შეიძლება იყოს და რა დამიწება შეიძლება ხა ფიქრობდეს მეც ეგ ფიქრი მქონდა პირველად ეს რო გავიგე რომ რა დამიწება ხალხო რა მესმის რას ვხედავ ეს შეუძლებლად მეჩვენებოდა გაცხარებულ კამაჩი და გაღიზიანებული რო ვარ ძალიან აი როგორ უნდა გადავიტანო საერთოდ სხვა რამეზე ყურადღება მაგრამ აი მერწმუნეთ ერთხელ უბრალოდ ერთხელ სცადეთ შემდეგ რამდენჯერმე გაიმეორეთ და ეს ისეთ ჩვევაში გადაგივათ, რომ მე გაგიკვირდებათ ამის გარეშე როგორ იყავით. ძალიან ეფექტურია. ძალიან ეფექტურია კი. თან ჩვენთან ახლა რეაბილიტაციაში ძირითადად და იგივე ხდება ტოქსიკურ ურთიერთობებსაც, ანუ გჭირდება ახალი ჩვევების ჩამოყალიბება და დასწავლა. რაც არასდროს არ არის მარტივი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ავტომატურად მირჩევნია ვაკეთო ის კომფორტული თუნდაც რაღაცა ტანჯვითი მოქმედებები, იმიტომ რომ ის ჩემთვის ნაცნობია. აი რა არის სასიამოვნო ამ ტანჯვაში? ვიცი რაც არის. ნაცნობია? კი. ნაცნობია, კაი, კონტროლის ილუზიას მიქმნის. აი კიდე ძალიან საინტერესო რაღაცა, ანუ იდეაში ერთ და იგივე წრეზე რომ მივდივარ, თუნდაც აი დავშორდი, შევრიგდი, ხო? თითქოს ამითი ჩემ გონებაში ვიქმნი იმ კონტროლის ილუზიას, რომ აჰა, ვიცი რაც მოხდება. და მე კიდე კონტროლი მომშვიდებს, და რაც არ ვიცი, იმის მეშინია. ნებისმიერ რაღაც შეიძლება მოხდეს, ხო? და ეს უკვე საშიში ტერიტორიაა ჩემთვის მირჩევნია, რა თქმა უნდა, ჩემთვის ნაცნობი რაღაცეები მოხდეს. ამიტომ ეს ტანჯვა, ეს ტკივილი, ვიცი. თუნდაც ის ბედნიერება, რასაც მანიჭებს. რა თქმა უნდა, ბედნიერება ეს უკვე ეიფორია არის, ხო? აი დატენვა ემოციებით. ანუ სულ ეიფორიაშია ასეთი ადამიანი? სულ ეიფორიას დასდევს. სულ ეიფორიაში უნდა რომ იყოს, იმიტომ რომ მისთვის აი ეს ემოციური საქანელო რო ზევით ქვევით ადის. არასდროს არ არის დაბალანსებული და არასდროს არ არის სტაგნაციაში. ან არის ძალიან ზევით, ან არის ძალიან ქვევით. და აი ამითი იკვებება. უნდა ზევით. უნდა ზევით და ქვევითაც არანაკლებ ყვებავს კი, იმიტომ რომ ნიშნავს მთავარია მძაფრი იყოს. ის მძაფრად პოზიტიური იქნება თუ მძაფრად ნეგატიური, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. და რომ ის იმდენად მოსაწყენია ეს რაღაცა ჩვეულებრივი ბალანსის დაჭერა და ანუ აი არაფერი. და რომ სიამოვნებას ვეღარ იღებს ის ისეთ ბრწყალებში დოზებს არის უკვე მიჩვეული აი ამ რაღაც ემოციების, რომ ჩვეულებრივი რაღაც გასეირნება მას აღარაფერს აღარ ანიჭებს. საერთოდ. ხელის ჩაკიდება. არა, მისთვის არაფერს არ წარმოადგენს, მას უფრო მეტი და მეტი და მეტი უნდა. როგორც მომხმარებელს ეზრდება დოზა, ისე ეზრდება ემოციის დოზაც. რატო არის რომ აი როგორ თქო ქართულად ისტორიის შესატყვისი როგორ არის უფასურდება. აღარ ყოფნის, მეტი და მეტი უნდა, მადამ მოსდის უფრო. და რატო აი ხა ეგ გამახსენდა ეს ერთ-ერთი სცენა არის ამ სერიალიდან, ეს მერი აღმოჩენს რომ არის ორსულად. და იცის ამ თავისმა პარტნიორმა, ამ პარტნიორთან გადადის საცხოვრებლად, ჯერ ეს საცხოვრებლად გადასვლაზე ცალკე ტანჯავს ეს ბიჭი ამ გოგოს. გადადიან ერთად საცხოვრებლად და თავის ნივთები რომ უნდა გადმოიტანოს ამ სახლში, ჩემოდნები აქვს ამოსათრევი კიბეზე. და ეს ბიჭი თამაშობს რაღაც PlayStation-ზე და არ ეხმარება ამ ჩემოდნების ამოტანაში და აი ასეთ რაღაცას ხო აცნობიერებს ის ადამიანი, რომ აი ასე ექცევა მისი პარტნიორი. და აი რა ხდება ამ დროს ადამიანის გულში და გონებაში? აი ესე რო გექცევიან. ესე გადაჭრით არ შემიძლია აბსოლუტურად ყველა ადამიანში რა ხდება, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მარტივად ასახსნელი სიტუაციაა რა, მაგ დროს ისევ და ისევ მსხვერპლის როლი, ისევ და ისევ ბრაზი, ოღონდ ბრაზი ამ შემთხვევაში უკვე როცა აცნობიერებ რა სიტუაციაში ხარ, კი შეიძლება იყოს ვთქვათ პარტნიორის მიმართ მიმართული, მაგრამ საბოლოოდ მაინც ის არის ტრიალდება და ვექტორი მოდის ჩემკენ. იმიტომ რომ მე როცა ვხედავ რომ ეს მოცემულობა და ეს ადამიანი არის ისეთი როგორიც არის, როცა მე ჩემოდნები მაქვს თქვა ასატანი და ის ზის და თამაშობს. მე თვითონ ვირჩევ უკვე ამ მდგომარეობაში ყოფნას. მე თვითონ ვირჩევ ამ ადამიანთან ყოფნას. შესაბამისად მე ის ადამიანი ანუ და მივიღო ისეთი როგორიც არის. და ეს მოცემულობა ისეთი როგორიც არის. ან თუ შეცვლა მინდა მე უნდა გავაკეთო არჩევანი, მიღირს თუ არ მიღირს. და აქ არის მე უკვე საკუთარ თავზე შემოდის ხოლმე ბრაზი, რომ აი რატო აკეთებ ამას. მაგრამ ისევ ამის საპირწონეთ დგას ის, რომ ამისნაირად მე მაინც არავის არ ვეყვარები. ანუ ეს ბრაზი ვერ გეხმარება?
ბრაზი ზოგადად არაფერში არ გეხმარება არასდროს. იმიტომ რომ ბრაზი ისევ და ისევ იმპულსია ერთ-ერთი და ბრაზის დროს ისევ დახშული არის გონება. იმიტომ რომ მაინც ემოციებით იმართები. ბრაზი შეიძლება ძალიან კარგი ინდიკატორი იყოს ზოგადად იმისა, რომ რაღაც არ არის კარგად შენ ცხოვრებაში. მაგრამ ამას გაცნობიერება უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, ამას გაცნობიერება უნდა, მე უკვე დამშვიდებულ ეპიზოდს. რომ უნდა დაინახო ეს ზუსტად ბრაზი გაანალიზო, რომ რატო წამომივიდა, ვიზე გავბრაზდი. პირველი რეაქცია არის რომ იმაზე, იმიტომ რომ ის არ მეხმარება. მაგრამ უფრო სიღრმისეულად რო ჩავდივარ, მე გარეთ ადამიანზე არასდროს არ უბრაზდები, იმიტომ რომ ბრაზი მუდამ ჩემია, შიგნით არის. იმიტომ რომ მე ვირჩევ, ხშირ შემთხვევაში ყველგან ჩემი მხარეა ყოველთვის რო დავაკვირდე. მე ვირჩევ აქ ყოფნას. ეს ჩემი არჩევანი იყო. იმაზე როგორ შეიძლება გავუბრაზდე, როცა მე მივიღე ეს გადაწყვეტილება. და სულ მახსენდება აი ჯანსაღი სიყვარულის ერთ-ერთი ინდიკატორი არის ის, რომ ადამიანს თავისთავი მოწონს და თავისთავი უყვარს, მოსწონს როგორიც არის ჯანსაღ ურთიერთობაში. იმიტომ რომ ის პარტნიორიც აგრძნობინებს ამას, ისიც აგრძნობინებს თავის პარტნიორს და ტოქსიკურ ურთიერთობაში რა ხდება? ტოქსიკურ ურთიერთობაში ხშირ შემთხვევაში პირიქით არის ხოლმე. ცუდ და ნეგატიურ გრძნობებში გამყოფებს ადამიანი. შენ თავი არ მოგწონს არა, თქმა უნდა, არა. ოღონდ ეს იმიტომ კი არა, რომ ის ადამიანი შეიძლება გეუბნებოდეს, რომ ცუდი ხარ და ასე შემდეგ. ანუ შენ თვითონვე ტვინში ისეთ მექანიზმებს უშვებ უკვე, რომ ავტომატურად არ ხარ საკმარისი, ეძებ უკვე ისეთ რაღაცებს, რაც დაგიმტკიცებს იმას, რომ შენ საკმარისი არ ხარ. იღებ ყველაფერს პირადად. ადამიანი უბრალოდ უგიზიარებს, რომ აი ეს რო გააკეთე მეწყინა. თავის გრძნობას აზიარებს, რომ ძალიან ჯანსაღია. ავტომატურად აი ტოქსიკური ადამიანი ამას გადათარგმნის თავის ტვინში და თავის ჭკუაში ისე, რომ მე ცუდი ვარ. რომ მე არაფერი არ გამომდის და ისე ვიწყებ მე თავიდან ეს დრამა. ანუ ძალიან ეგოცენტრული. ძალიან. ანუ ზე ამოდის მისგან და ჩადის მასში, ესე იგი მის გარშემო ტრიალებს ყველაფერი. ოღონდ თან ეს ფრაზა მიყვარს ხოლმე, რომ დამოკიდებულ ადამიანს მარტო კი არ უნდა რომ ყველაფერი მის ირგვლივ უბრუნავდეს, დარწმუნებულია რომ ყველაფერი მის ირგვლივ უბრუნავს. ოღონდ ეს ისევ და ისევ რა, ანუ ძალიან ისე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი დამოკიდებული ადამიანი იქნება ეს რაღაცა მოხმარებაში ყოფის ტოქსიკურ ურთიერთობაში თუ ასე შემდეგ, ანუ ადამიანებსაც აქ დაავადება დამოკიდებულება, ხო? ეს ადამიანები არ არიან, თქვა, ცუდი ადამიანები, ეს ადამიანები არ არიან უნებისყოფო, არ არიან სუსტი ადამიანები, საერთოდ, პირიქით. ეს ადამიანები უბრალოდ არიან ის ადამიანები, ვისაც ძალიან ტკივად და არიციან როგორ გაუმკლობდნენ და გამოხატონ ჯანსაღად ეს ყველაფერი. ჩემი გადასახედიდან მთავარი რასაც ეს ადამიანები, აი ჩემი აზრით გარშემომყოფებმა ოჯახის წევრებმა ყოველთვის უნდა აგრძნობინონ ასეთ ადამიანს, რომ ანუ შენ არ ხარ ის, რაც გჭირს, აი ახლა რო ხარ დამოკიდებული, მაგალითად ალკოჰოლზე, შენ არ ხარ მხოლოდ ლოთი. კი, იმ მომენტში შეიძლება ხარ ალკოჰოლიკი, მაგრამ შენი პიროვნებაც ხო არსებობს, შენ ქონდა შენი თვისებები, კარგი თვისებები, კარგი ხასიათი, იქამდე სანამ ეს დაგემართებოდა. შენ იყავი რაღაც საინტერესო, რაღაც კუთხით, შენ იყავი კარგი მეგობარი, იყავი კარგი მამა, ძმა, შვილი. ეს ყველაფერი უნდა შევახსენოთ, ჩემი აზრით ამ ადამიანებს, რომ მათ იდენტიფიცირება არ გააკეთონ მხოლოდ იმაზე, რაც ახლა მათ ჭირთ, ანუ რო არიან ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე ან რაღაცაზე დამოკიდებული. რომ მათ დაუბრუნდეთ ის რწმენა, რომ ისინი არიან კარგი ადამიანები რაღაც სხვა საკითხში, სხვა სფეროში. რომ ისინი იყვნენ რაღაც უფრო თავით ცოცხლად იგრძნონ, რომ აი სიცოცხლეს აქვს აზრი, თუ ეს გადავაგდე და თუ ამაზე უარი ვთქვი, ჩემ ცხოვრებას აზრი აქვს, იმიტომ რომ მე ესეთი ვარ. ზუსტად. და აი ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე და ჩემი დაკვირვებით, აი მინდა ვთქვა, თან ძალიან ხაზგასმით ეს არ არის უბრალოდ რაღაცა ისე ფრთიანი ფრაზა, მაგრამ აი დამოკიდებული ადამიანები, ვინც ჩვენთან იწყებენ რა რეაბილიტაციას. აი ეგეთი სუფთა, ესეთი რაღაც სენსიტიური, საყვარელი, აი
მე მართლაც არსად სხვაგან არ შემხვედრია, თან რამდენი ნაკადი იყო ხა ხო ვთქვათ მიდიან გადიან რეაბილიტაციასთან. ესეთი მართლა არ ვიცი, მართლაც აი ძალიან კეთილი, მსრუნველი, მოსიყვარულე, ხალისიანი, აი უბრალოდ როცა უბრუნდებათ ეს თვალებში ნაპერწკალი რა, რომ ხედავ ვთქვათ რა კონდიციაში მოდიან და რა კონდიციაში გადიან, მერე და ეს მათი ტრანსფორმაცია, მათი გარდასახვა რაც ხდება ამ პერიოდის განმავლობაში, აი ამაზე მაგარი ჯილდო იმ ადამიანისთვის, ვინც ამ სფეროში ვთქვათ მოღვაწეობს, ჩემთვის პირადად არ არის. იმიტომ რომ იმ დღეს ვისაუბრეთ კიდევაც ხო, იყო ესეთი ეპიზოდი, რომ რაღაცა ერთ-ერთი გასვლითი ის გქონდა ღონისძიება და მართლა რო ვუყურებდი, ანუ ამდენი სხვადასხვა ასაკის და ზრდასრული მოკლედ რა, კაცი და რაღაცა ქალი ისეთი ბავშვური სილაღით ერთობოდნენ ისეთი რაღაცეებით, რომ მართლა ვისხედით და ცრემლებს რის ვიკავებდით რა ჩვენ აქეთ კონსულტანტები, რომ აი ვაიმე რა ხდება, იმიტომ რომ მართლა ძალიან გულს ისე ათბობს ეს ყველაფერი ამის შემსწრერო ხარ და ამის თუნდაც რაღაც თანამონაწილე, რომ არ ვიცი, ამიტომ მე ძალიან არ მიყვარს ხოლმე რა ესე მარტივად რომ აბავენ ხოლმე რაღაც იარლიყებს ამ ადამიანებს, რომ აი რომ უნდოდეს არ მოიხმარს. არ არის ანუ იმის იქით ადამიანი ხო არ არის თავისი რაღაცა მხოლოდ ის რაც შეიძლება იმ მომენტში ხდებოდეს ხო ამ შემთხვევაში. იმ ადამიანს ძალიან ბევრი დადებითი ხასიათისთვისება აქვს და ამისი ოღონდ თვითონ არ ჯერათ. თქვენ არიცით თვითონ დამოკიდებული ადამიანი რამდენად აკნინებს საკუთარ თავს. თავისივე თავში არ ჭირდება ვთქვათ სოციუმისგან კიდე ზედ და ის რომ ემატება ზედმეტი ზეწოლა და ეს თითის გაშვერა, აი ეს აბსოლუტურად დამღუპველია. და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს რაღაცა იძულებითი აკრძალოთ, ამსჯელობითი რეფორმები, ანუ დახმარება ჭირდებათ ამ ადამიანებს. და არა დასჯა. არ არსებობს ადამიანი როგორ შეიძლება ნებისმიერი დაავადება რო ჭირდეს, როგორ შეიძლება დასაჯო ეს ადამიანი და აქეთ დააბრალო, რომ აი შენ ხარ ესეთი. უბრალოდ მესმის ახმა სოციუმში არა მარტო ძალიან ბევრი ნარკოლოგია, ვინც თვითონ ვერ იცის რომ ეს დაავადებაა. და ძალიან ბევრი ნარკოლოგია, ვინც ვთქვათ უშვებს კლინიკიდან ბენეფიციარს ისე რომ მაინც აქ მოხვალ. და მესმის რატომაც რა, იმიტომ რომ არ არის ცნობიერება ამაღლებული ამ კუთხით. ეს არ არის არავის ბრალი, ხო, უბრალოდ იმათმაც არ იცოდნენ ალბათ, ვისაც ჩვენთვის უნდა ესწავლებინათ. ხო. და ამიტომ არის და მე ძალიან მიხარია, რომ არაერთი სარეაბილიტაციო ცენტრი იხსნება დღეს თბილისში და საქართველოში და რაღაცა უფრო მრავლდება ეს სხვადასხვა მიმართულებითაც. და რომ ერთ საქმეს მემსახურებით ყველა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი იყოს ეს. კი. და ნდობა იყოს, რაც მთავარია, რომ აი იცოდე, რომ იქ არიან სპეციალისტები, იქ იციან იმ ადამიანებმა როგორ დაეხმარონ. და აი რა ხდება თქვენს ბენეფიციარებთან, აი როდის დგება ის გარდამტეხი წუთი, როდესაც თქვენ გრძნობთ, რომ აი ყველაფერი უკეთესობისკენ არის. აი რა განიშნებთ ამას? ეს ძალიან ინდივიდუალურია. იმიტომ რომ ჩვენი სარეაბილიტაციო პროგრამა რაც არის მოიცავს, როგორც თქვი, 4-ვე ასპექტზე მუშაობას, ხო, ეს ფიზიკური მხარე, ფსიქოლოგიური, სოციალური და სულიერი. და ისე არის რეჟიმი გადანაწილებული, რომ 4-ვე ასპექტისთვის არის რაღაც გარკვეული ღონისძიებები, გარკვეული რაღაცა მიმართულებები, რაც ხო ეხმარება ამ ყველაფრის დაპრაქტიკებაში, მაგრამ აი ჩემთვის პირადი იმით რო ვისაუბრო რა, ანუ ადამიანი პირველად რო იცინის და რო გრძნობს თავს იმ ერთობის ნაწილად, სადაც ხვდება. აი მან ხვდები, რომ დაიწყო. გავღვა. რაღაც დაიძრა. იმიტომ რომ ადამიანი ისეთ მდგომარეობაში მოდის ჩვენთან, რომ საერთოდ ანუ ღიმილი კი არა, აბსოლუტურად არაფრის არც თავი, აი საერთოდ არაფერი არ აქვს. მაგრამ იქ უკვე რო ხედავს, რომ არაერთი ადამიანია, ვინც იგივე პრობლემის წინაშე იდგან, თვითონ იქ იყო თუნდაც რამდენიმე კვირის წინ, სადაც ეხლა თვითონ არის და შეძლო აქედან გამოსვლა, თვითონაც რო ეს რაღაც პატარა იმედის ნაპერწკალი რო გაკრავს, მე რაღაც мотиваცია რო იქნება, მე რომ მიდის დახმარებას თხოვს, მე ერთი მეორეს დაეხმარება, უბრალოდ ჩაეხუტება, შეიძლება არაფერი არ უთხრას, ვერაფერი ვერ უთხრას, მაგრამ უბრალოდ იქ არის. მიყვარხარს რო გაიგებს, მზრუნველობას რო დაინახავს, ვიღაც დაჯდება, ყავას მიუტანს და ეს შოქშია, რომ აი არასდროს ჩემთვის ყავა ესე არავის არ მოუტანია. და ეს არის უკვე როცა ხვდება, რომ საფრთხო გარემოშია, რომ მას არავინ არ იბრძვის და პირიქით, მისი ესმით.
თქვენთან ცხოვრობენ ბენეფიციარები? კი, ჩვენთან ანუ ცენტრი გვაქვს დახურულიც და გვაქვს დღის ცენტრიც. ორი სარევი, ანუ დახურული რეზიდენტული ცენტრი გვაქვს, ერთი თბილისთან ახლოს, მეორე აჭარაში. ერთი მცხეთაში, მეორე ბათუმში. და ასევე ორი დღის ცენტრი გვაქვს, ერთი თბილისში, ერთი ბათუმში. ანუ უფრო ხელმისაწვდომია დღის ცენტრი? დღის ცენტრი შედარებით კი, ანუ იქ ახლა ბუნებრივია, რომ დღის ცენტრში ადამიანი რომ მოდის, გარკვეული დროიდან გარკვეულ დრომდე არის და ნუ შემდეგ მიდის ჩვეულებრივად სახლში ცხოვრობს, ანუ შეუძლია ყველაფერი გასვლა, ცხოვრება უპრობლემოდ. დახურულ სარეაბილიტაციო ცენტრში ჩვენთან მოდის და იქ ცხოვრობს. ისე რომ თქვათ კომუნიკაცია არ შეუძლია გარკვეული პერიოდის განმავლობაში გარე სოციუმთან, იმიტომ რომ მთელი რაღაც დადგენილებები, პროტოკოლები და ასე შემდეგ პროგრამა არის შემუშავებული. და ტოქსიკური ურთიერთობის შემთხვევაში ყოფილა შემთხვევა რომ თქვენთან ცხოვრით. ჩემ პრაქტიკაში ყოფილა მყოლია არაერთი ბენეფიციარი, უფრო მეტად ქალბატონები კი. რომლებიც ამ პრობლემით იყვნენ მოსულები, ნივთიერებაზე დამოკიდებულება საერთოდ არ ქონდათ გამოვლენილი, უბრალოდ იყვნენ ტოქსიკურ ურთიერთობაში და არ იცოდნენ, თქვათ, აი ამ მდგომარეობიდან როგორ გამოსულიყვნენ. აი ხო არ გაგახსენდება, აი ხო არ გაიხსენებდი ამ ქალებისგან, ან გოგოებისგან, ვინც თქვენთან იყვნენ ბენეფიციარები, ვინც ცხოვრობდნენ, აი რამე, აი რაც შენთვის აი ყველაზე იმედისმომცემი იყო, რომ აი ამ პროფესიაში ხარ, ამ საქმეში ხარ, აი რამე ისეთი ნათელი მოგონება ხო არ გაქვს? ნათელი მოგონება ძალიან ბევრი მაქვს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ის, რომ თვითონ რო ფეხზე დგებიან, სურვილი უჩნდებათ, რომ სხვებს დაეხმარონ. და აი ამაზე მაგარი ალბათ მე მგონი არაფერი არ არის რა. იქვე ეხმარებიან, აი როგორ? იქვე, რა თქმა უნდა, მე აი ვთქვათ კურსს რო გადიან, მე შესაძლებლობა აქვთ, რომ ჩვენთან იარონ როგორც მოხალისეები. და თავისი გამოცდილება, უკვე თავისი განვლილი გზა გაუზიარონ იმ ახალმოსულებს, ვინც აიხლა იწყებს ამ ყველაფერს. და აი ეს ერთობა რაც იკრება რა, ამას როგორც ვახსენე, უკვე მართლფასი არ აქვს. და არა, ანუ ჩემ პრაქტიკაში ძალიან იშვიათად რომ ვიღაცას არ დომოდა გაგრძელება აი ზუსტად ამ გზის. ანუ აი ეს დამხმარეთ. იმიტომ რომ თვითონ ამ ყველაფერს რო იღებს, მე სურვილი უჩნდება, იმიტომ რომ ზრუნვას ისე, ანუ იმხელა სისავსის შეგრძნება მოაქვს, რომ ხო, ანუ აი ეს ხო ბედნიერებაა, რომ ღმერთო, მე უკვე დავიწყე ახალი ცხოვრება და გინდა რომ სხვას დაეხმარო, რომ იმანაც დაიწყოს ახალი ცხოვრება. იმიტომ რომ აი როგორც ვახსენეთ და თუნდაც მერის პერსონაჟი რო ავიღოთ, ხო? ეგოცენტრიზმის დაავადებაც ქვია, დაავადება დამოკიდებულება სხვაგვარად, ემოციების დაავადება. ეგოცენტრულია დამოკიდებული ადამიანი და მუდამ არის მიღებაზე ორიენტირებული. რომ ვისგან რა მიიღოს. ოღონდ ეს ხდება, რა თქმა უნდა, თავის და უნებურად. შემდეგ უკვე რეაბილიტაციის პროცესი რო იწყება, ეს გამოჯანმრთელების პროცესი რო იწყება, მე ხვდება, რომ მიღებაზე უფრო მეტად გაცემა ავსებს. და აი ამის ტოლფასი მართლა არაფერი. კი. და ისე საინტერესოა, რა შეიძლება ჩაითვალოს გულის დეტოქსად, იმიტომ რომ დეტოქსი ხო აუცილებელია. ნივთიერებაზე დამოკიდებულების შემთხვევაში და გულის შემთხვევაში რა? ზუსტად ეგ არის გულის დეტოქსი ისევ და ისევ, ანუ პირველ რიგში აღკვეთა და ჩახსნა. ანუ იმ ადამიანის ჩახსნა, რომ ის სიტუაცია, რა სიტუაციამაც ტანჯვა მოგაყენა, მაგ ტანჯვიდან ვერ გამოგიყვანს. ამიტომ პირველი საფეხური ეს არის, ანუ სრული რაღაც ჩაკეტვა. და შემდეგ უკვე ისევ და ისევ აი ნებისმიერ იქნება ეს დამიწების ტექნიკა, ანუ ჩვენი პროგრამა უბრალოდ ამაზე მორგებული არის და ყველაფერი საკუთარი თავის გაცნობა. თავისი აი როგორ თქვა, თვითკმარობის გამომუშავება. პიროვნების ჩამოყალიბება. ანუ თავიდან იბადება. აბსოლუტურად. აბსოლუტურად ახალ ცხოვრებას იწყებს. ეს სანამ ამას გავაგრძელებთ, ერთი რაღაც მინდოდა და მეკითხა შენთვის, რას აი როგორ ურჩევ ადამიანს, რომ დაასრულოს ურთიერთობა იმ ადამიანთან, ვისთანაც არის დამოკიდებული, ვინც მისი სიცოცხლის და ბედნიერების წყაროა, ვის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია? აი, ერთხელ ცადა, მაგრამ ის ხო ეკაჩება.
უკან. აი რა უნდა ქნას ადამიანს? ნუ ეს ძალიან ინდივიდუალურია. ამას ვერ ვიტყვი, ესე გადაჭრით, იმიტომ რომ ზოგ ადამიანთან ჭრის ის, რომ ნუ დასხდებიან, ისაუბრებენ, შეთანხმდებიან, რომ ხო, ზიანდებით და მოდი ჩვენ თავებს მივხედოთ, მაგრამ ნუ ზოგ შემთხვევაში ხა არის ხოლმე, რომ არ ესმის ან ერთ მხარეს, ან მეორეს საერთოდ არაფერი არ ჭრის. აი არც დალაპარაკება, არც დაბლოკვა, არც სახელიდან გაგდება, აი არაფერი რო არ ჭრის, აი მაგ დროს ახდება. მაგ შემთხვევაში რეაბილიტაცია სადაც ვერ მოგწდება. ხო. არა, ხო, ეს ალბათ მართლა ბოლონაბიჯი. ხო, იმიტომ რომ ნუ არ არსებობს ახლა ადამიანი თუ მაშინ არანაირი გზით თავს არ განებებს, ნუ მე უკვე რაღაც ისეთი რაღაცების ჩართვა გიწევს, რაც და იცი რა მაინტერესებს? დრო გეხმარება? კი. დრო ყველაფერს გეხმარება. ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მე შეიძლება ვიჯდე ესე აქ რაღაცა 6 წელი და ისე ვიყო ჩარჩენილი, სადაც ვარ. დრო გვეხმარება მოქმედებასთან ერთად. დრო გვეხმარება ახალი ჩვევების ჩამოყალიბებასთან ერთად. დრო გვეხმარება მოქმედებისთვის მზადყოფნასთან ერთად. მუდამ მე რაღაცას უნდა ვაკეთებ და მე თვითგანვითარებაში უნდა ვიყო, იმიტომ რომ აი ამასაც ვამბობთ ხოლმე, რომ დამოკიდებული ადამიანი ვერ რჩება სტაგნაციაში. რეგრესში. ესკალატორი რო წარმოვიდგინოთ, რომელიც უქვევით ჩადის, მუდამ არის რეგრესში. თუ 2, 3, 4, 5 ნაბიჯით წინ არ წავედი და მუდამ აი ესე არ ვიარე, მე ეგრევე ინერციით უკან წამოწევს. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია დრო ეხმარება ცალსახად, უბრალოდ ამ დროის პროდუქტიულად გამოყენება არის რაც არის. თავარი არის. და აი რას ასწავლით ადამიანებს? აი შენ ახსენე თავიდან იბადება უპირობნება. აი როგორ ეხმარებით ამ დაბადებაში? ნუ ამისთვის სპეციალური პროგრამა გვაქვს შემუშავებული, მაგრამ აი რამდენიმე რაღაც რო გამოვყო, პირველი ნუ ეს არის დისციპლინა და პასუხისმგებლობა. და რომ ადამიანმა უნდა შეძლოს საკუთარ მოქმედებებზე, საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება, რაც ნუ ხშირ შემთხვევაში არასდროს არ მოუწია აქამდე ადამიანს. და იქნება ეს პასუხისმგებლობის აღების რაღაცა საწყისი ეტაპი არის თუნდაც საწოლის გასწორება. ადამიანს გონიათ, რომ რაღაც ახალი ცხოვრება რო დაიწყო, იმისთვის მთები უნდა გადადგა. არა. საკმარისია რომ ადგე და საწოლი გაასწორო. და ხო, შეიძლება ზოგისთვის სასაცილოა, რომ საწოლის გასწორებას რა უნდა. კი, რა უნდა ერთია, მაგრამ ვაკეთებ თუ არ ვაკეთებ. ეს მეორე. მარტივი ქმედითი ნაბიჯები არის საკმარისი იმისთვის, რომ ცხოვრება აბსოლუტურად შეცვალო უკეთესობისკენ. არ გჭირდება სადღაც წასვლა, სადღაც გადახვეწა, რაღაცა მიღწევა, სხვადასხვა სწავლებები, არ არის საჭირო. რა თქმა უნდა, თუ სურვილი გაქვს, კი ბატონო, რა პრობლემაა? უბრალოდ თუ მართლა არის იმის სურვილი, რომ მე დღესვე ამ მოცემულობაშივე შევცვალო ცხოვრება, მარტივი რაღაცაებით უნდა დავიწყო. მე არასდროს ესეც დამოკიდებული ადამიანის გამოკვეთილი მექანიზმია, რომ სულ გონია, რომ აი იქ რო წავა, უკეთესად იქნება. აი ის რო ექნება, უკეთესად იქნება, იმას რო გააკეთებს, უკეთესად იქნება. ამ დროს მე თუ აქვე ამ მოცემულობაში არ ვისწავლე, როგორ ვიყო კარგად, როგორ ვიყო პროდუქტიული, როგორ ავიღო პასუხისმგებლობა. შანსი არ არის, მე ვერც ურშაბათიდან ვერ ავიღებ ამას, ვერც სექტემბრიდან და ვერც ახალი წლების მერე. შეიძლება პარალელი გავალოთ იმაზე, რომ აი ამას რო დავშორდები და ახალი შეყვარებული რომ მეყო, აი ის ახალი რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ეს არასდროს არ ხდება, იმიტომ რომ ისევ მე ვიღაცას ველოდები რომ მოვიდეს და მიხსნას და გადამარჩინოს, მაგრამ მე იგივე მექანიზმში ვრჩები და როგორც უკვე ვახსენე, ეს ადამიანი იქნება თუ ეს ადამიანი იქნება, მე თუ იგივე მექანიზმში ვოპერირებ, აბსოლუტურად იგივე გამიმეორდება და იქამდე გამიმეორდება იგივე, სანამ მე რეალურად აი ფსკერამდე არ ჩავალ, რაც საშუალებას მომცემს, რომ აი ფეხი დაუკრა და უკვე ზემოთ და ზემოთ ამოვიდე. ანუ თქვენი ბენეფიციარები დილით თვითონ ასწორებენ საწოლს. მე რა ხდება აი დღის განმავლობაში? მე ერთმანეთს ამხნევებენ, ეხმარებიან სხვადასხვა ვთქვათ ფუნქციების შესრულებაში. ზოგს ვთქვათ ყავის ფუნქცია აქვს სიტყვაზე, ზოგს მუსიკის ფუნქცია აქვს, ზოგს ყვავილების მორწყვის ფუნქცია აქვს და ასე შემდეგ. აი რო წარმოვიდგინოთ ერთი დიდი ოჯახია და ყველას აქვს თავისი რაღაცა როლი. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად იქნებიან კაცები, ვისაც ცხოვრებაში ჭურჭელი არ გაურეცხავთ. რა თქმა უნდა, ჭურჭელი კი არა, იქ სარეცხი არ გაურეცხავთ, ოთახი არ დაულაგებთ და ხშირ შემთხვევაში პირველი რეაქცია ისე რომ რას ქვია, სახში არაფერს არ ვალაგებ და აქ ეხა ვის რა დაულაგო. მაგრამ მე ახალმოსულები რომ მოდიან და თვითონ ამ ყველაფერს რო აპრაქტიკებენ, თვითონ ასწავლიან, როგორ უნდა რაღაც მოწმინდოს იატაკი, როგორ უნდა გაასწოროს საწოლი.
ხო და ეს ხო ოჯახიდან მოდის. ახლა შენ ახსენებდი, რომ შენ თანამშრომლები ოჯახის წევრებსაც დედას როგორც წესი და მეუღლეს. ანუ ის დედა აჩვევს ასეთ ცხოვრებას, რომ თვითონ უსწორებს საწოლს, თვითონ უკეთებს საჭმელს, თვითონ აკეთებს იმას და ეს ხდება ძალიან ბუნებრივია, როდესაც ამ კაცის რადარზე საერთოდ არ არსებობს ასალაგებელი საწოლი, არ არსებობს გასარეცხი ჭურჭელი. ვერ აღიქვამს ეს კაცი ამას. კი ბატონო. მათივე ბრალია ეს, ხო? ნუ ხშირ შემთხვევაში ხო ყველაზე რა თქმა უნდა. აი ხო, მანდაც ბრალეულობაში ვერ წავალ მე პირადად, იმიტომ რომ მისთვის ეს ზრუნვის გამოხატულებაა. ხო და აი ეს არის უბრალოდ. ხო, თავისთავად, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ადამიანს როდესაც არ აქვს იმის საჭიროება, რომ თქვა დილით საუზმე თვითონ გაიკეთოს ან საჭმე სარეცხი თვითონ გარეცხოს, ვერც იყალიბებს ამ ასე თქვა უნარს, ხო? და ესეც ძალიან საინტერესოა ვთქვათ, რომ მე ხა ჩემ პრაქტიკაში მყავს არაერთი მაგალითი, ვთქვათ ოჯახში რა, ორი ვთქვათ დები არიან, ერთი აბსოლუტურად ავტონომიურია, მეორე დამოკიდებული. ანუ ერთი ადამიანის ზრდიდა ორივეს, უბრალოდ ერთ ოჯახში იზრდებოდნენ, ერთ მოცემულობაში იზრდებოდნენ, უბრალოდ სხვადასხვანაირად, იმიტომ რომ ადამიანი შიგნიდან ყველა სხვადასხვანაირები ვართ, ხო? ყველა სხვადასხვანაირად ხდება აღქმა რაღაცეების. ერთი მოვლენა რაც შეიძლება ერთს ტრავმად ჩაებეჭდოს, მეორეს საერთოდ არ ჩაებეჭდოს. თუნდაც შეიძლება ორივეს ტრავმად ჩაებეჭდოს, ერთის საპასუხო რეაქცია ამ ტრავმაზე სხვანაირია, მეორის სხვა. ამიტომ ძალიან ინდივიდუალურია და ვერ ვიტყვით რა, რომ ანუ უნდა გაუსწორო, ან არ უნდა გაუსწორო. ხო, მაგრამ მაინც ამის თქმა მინდოდა, იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ, გამოჯანმრთელების გზაზე მყოფ ადამიანს სარეაბილიტაციო ცენტრი აჩვევს აი ამ ჩვევებს უვითარებს. ეხლა შეიძლება დედას ყავდა შვილი, რომელსაც რაღაც ისეთი განსაკუთრებული ნიჭი აქვს და იქ რეალიზდება ეს ბავშვი და იქ არის დაკავებული და მისი ცხოვრება ეგ არის. ნუ ამ შემთხვევაში კი ბატონო არ იქნება დიდი დანაკლისი, მაგრამ აი თავიდანვე თუ შეაჩვევენ აი ამას პასუხისგებლობის აღებას, რომ ეს შენია, ეს საწოლი შენია, ეს ჭიქა შენ გეკუთვნოდა, რომ დალია ჩაიდა. ეხლა შენ უნდა გაასწორო, შენ უნდა გარეცხო. ეს ხო აი მინიმალური დეტალებით უღვივე პასუხისგებლობას და ერთგვარი პრევენციაა, ხო? თავის დროზე პრევენციული რაღაც ქმედებები არიდებს აი ისეთ დამოკიდებულებას, რომელიც მე ძალიან მატრამირებელი შეიძლება იყოს. კი, რა თქმა უნდა და ნუ ხო ზოგადად ეხა ვერავინ ვერ იტყვის რომ მშობლის მოვალეობა არ არის რომ ბავშვზე იზრუნოს, ხო რა თქმა უნდა თავისთავად და ისიც არ არის ეხა ვთქვათ ალბათ ნუ მისაღები ამ შემთხვევაში რომ საერთოდ ბავშვს რაღაც არ შეუსწორო რაღაც და არ უთხრა ვთქვათ რომ რაღაც შეიძლება რაღაც არ შეიძლება უბრალოდ მათ მთავარი რაც არის ის რომ ბავშვმა უნდა იცოდეს რომ ის უსაფრთხო გარემოშია. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ სულ რომც რაღაც ისეთი მოქმედება გააკეთოს, რაც შეიძლება არ იყოს მისასალმებელი. ამის გამო ზუსტად ამის გამო დედა მასზე უარს არ იტყვის, იმიტომ რომ ისევ იმ ფუძეს ჩავდივართ მარტო დარჩენის შიშამდე, ხო რომ ბაზისური მოთხოვნილებები რაც არის. მე აქცენტს ვაკეთებ ბავშვის მოქმედებაზე და არა პიროვნებაზე. აი ცუდი ხარ, ზარმაცი ხარ, უპასუხისმგებლო ხარ, ეს იარლიყები ეჭედება მე ბავშვს ტვინში და всё რჩება. უნდა თქვა, ეს გააკეთე, ეს მოქმედება შევაფასოთ და დავანახოთ ამ მოქმედებას რა საპასუხო მოქმედება მოყვება. ეხლა ისე რომ დაუბრუნდეთ ტოქსიკურ ურთიერთობას, ერთი კითხვა მაქვს. ეხლა შეიძლება მაყურებელი ცოტა დაპანიკდეს, რომ აი მე ღმერთო, ჩემი ურთიერთობა იდეალური არ არის და ტოქსიკურში ხო არ ვარ. ამიტომ მოდი განვასხვაოთ, რითი განსხვავდება ტოქსიკური ურთიერთობა იმ ურთიერთობისგან, სადაც უბრალოდ სიძნელეები შეხვდა წყვილს. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ახლა ჩვეულებრივად ხო, ჯანსაღი ურთიერთობაშიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება იყოს რაღაც კონფლიქტი, რაღაც სირთულე, არანაირი პრობლემა არ არის. უბრალოდ ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ უმკლავდება თვითონ წყვილი ამ პრობლემას. პრობლემის წინაშე ვართ თუ ერთმანეთის წინაშე. აი ეს არის. ჩვენ რას ვებრძვით, რა პრობლემის გადაჭრისკენ მივდივართ თუ ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს ვაბრალებთ, რომ აი შენი ბრალია და შენი ბრალი, ანუ თითის გაშვერა ერთმანეთისკენ ხდება თუ პირიქით ვექტორი აქეთ მოდის. ჩვენი მხარის დანახვა არის ჩვენი პრიორიტეტი და აი ამ პრობლემის გადაჭრა და იმის გარკვევა მე რა შემიძლია უკეთესად გავაკეთო თუ
შენ იმას აკეთებ, შენ ამას აკეთებ, შენ ეს არ უნდა გააკეთო. კონტროლია თუ გათვალისწინება. ერთმანეთის დახმარება და წინ წაწევა არის თუ პირიქით. ხელი შეშ. დამნაშავის ზებნა. ხო, ეს არის ძალიან მკაფიო განმასხვავებელი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხა ეგ მაშინ ვამბობთ, რომ ორი ადამიანია ხო ურთიერთობაში, რომელიც ნუ შეიძლება საერთოდ სხვადასხვა ბექგრაუნდიდან მოდის რა და თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ ერთმანეთი, ცოტა უცნაური გამოდის ხო, მაშინ ანუ რა გვინდა ურთიერთობაში, მაგრამ ასევე ეს არ უნდა გადავიდეს კონტროლში. იმიტომ რომ მე როცა ადამიანთან ვირჩევ, რო ადამიანთან ვიყო, ხო, მე უნდა მივიღო ის ადამიანი ისეთი, როგორიც არის. კი, განვითარებაში მე რაც შემიძლია ხელი უნდა შევუწყო და რა თქმა უნდა ეს ჩემი სურვილია რა, მაგრამ თუ ამ ადამიანმა ისე არ გააკეთა რაღაცები, როგორც მე ვთვლი რომ უნდა გააკეთოს, მე თუ ამაზე განვში და ჭხუბს ვიწყებ, აი ეს უკვე კონტროლის მექანიზმია და არა ის რომ მე მისთვის კარგი მინდა. და რომ უნდა გავიაზროთ, რომ იქნებ ადამიანს იქ უნდა ყოფნა, აი რატო არის აპრიორი რომ ისე იყოს, როგორც მე ვთვლი რომ უნდა იყოს. ეს ჩემი აზრი არის და ჩემი წარმოდგენაა. თუ არ მაკმაყოფილებს ის სადაც არის და როგორც არის, მაშინ მე ავიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ავდგე და წამოვიდე ამ სიტუაციიდან ისევ და ისევ. და არ დავიწყო ადამიანის გადაკეთება და ჩემზე მორგება, როგორც მე მესიამოვნებოდა. რა თქმა უნდა. და ისე რჩევას აძლევთ წყვილებს, რომლებიც ან ადამიანს, რომელიც ტოქსიკური ურთიერთობიდან გადადის ჯანსაღ ურთიერთობაში, რომელიც ძალიან მოსაწყენია ჩვენება. კი, რაც მე მგონი ხშირია, ხო? როგორც წესი ტოქსიკურიდან ჯანსაღი ურთიერთობა ძალიან მოსაწყენია. ძალიან მოსაწყენია, იმიტომ რომ იმ რაოდენობით მუხტს ვერ იღებ, იმ ეიფორიას ვერ იღებ, იმ დოზით ვერ იტენები, ასე ვთქვათ, ემოციებით, რა და აქაც იგივეა. რატო არის, რომ რეაბილიტაციის რეკომენდირებული პერიოდი არის 3 თვე. იმიტომ რომ ჩვევების ჩამოყალიბება სჭირდება ეს ყველაფერი. ჭირდება ის დრო, აი დროც რო ახსენეთ რა, ახალი ჩვევების ჩამოყალიბება, მე რომ სიამოვნება მივიღო იმით, რომ მზე ამოდის, ამისთვის დრო მჭირდება. იმიტომ რომ მე საერთოდ არ მაინტერესებდა მზე ამოდიოდა თუ არ ამოდიოდა. და ამის ერთ-ერთი ძალიან მაგარი ინსტრუმენტი არის მადლიერება. თავიდან ჩვენთან ბენეფიციარი რომ მოდის, საერთოდ არაფრის მადლიერების განცდა არა. პირიქით უსამართლობა, რაღაცა ნეგატივში იხარშება, სევდაში, დანაშაულის შეგრძნებაში, სირცხვილში, სულ ნეგატივშია. აბსოლუტურად არაფრის მადლიერი არ არის. და ბუნებრივიც არის, რისი მადლიერი უნდა იყოს, როცა იტანჯები, ხო? მე ხა ხელი რომ აქვს მოტეხილი, საერთოდ არ მახსოვს ვიღაცაზე ზრუნვა. მე ამის ის მინდა გამოჯანმრთელება, ასე ვთქვათ. შესაბამისად, თავიდან მადლიერება იწერება ძალიან ძალით. ზოგი ვერ ხედავს საერთოდ. თქვენ აწერინებთ? კი. ერთ-ერთი ისეთი სერიოზული ინსტრუმენტია მადლიერება, იმიტომ რომ ამ სულ ამბობ ხოლმე რა, თან ჩემ თავზე პირადად დატესტილიც მაქვს და დღემდე ძალიან ეფექტურად მუშაობს მადლიერება. ყოველდღე? კი. მადლიერება, იმიტომ რომ გინდა არ გინდა, დილით მადლიერებით რო იწყებ დღეს, აბსოლუტურად სხვანაირად მიდის ეს ყველაფერი. სხვანაირად ხედავ ყველაფერს და რაც უფრო ეს პირადად ჩემ გამოცდილებას ვამბობ, რომ რაც უფრო მეტი რაღაცის მადლიერი ვარ, მით უფრო მეტი რაღაც მეძლევა, ისი მადლიერით შემიძლია ხოლმე რომ ვიყო. და უკვე ჩემი აზროვნება, რომ აქ მადლიერებისკენ და პოზიტივისკენ გადადის და არა ვთქვათ ნეგატივში და არა აი, ვაიმე ის რა ცუდია, ამარა გააკეთა განსჯა შეფასება, ხო, აი აქედან რომ პირიქით პოზიტივში გადმოდის, აბსოლუტურად სხვანაირი დღე მიდის ხოლმე. კი, გეთახმები. რადიკალურად. და აი ამას სწავლობენ, უბრალოდ აი ჯანსაღი სიამოვნება როგორ უნდა მიიღოს, ჯანსაღად დოფამინები როგორ უნდა გამომუშავდეს. და ამ ყველაფერს რო სწავლობ, მე უკვე ეს ჯანსაღი ურთიერთობაც სხვანაირად ლაგდება და სხვანაირად გესახება. ძალიან რთულია. ხო, ძალიან. ძალიან რთულია. და ავტომატურად პატერნები, ნუ მიჩვეული არის, რომ მაინც იქი წავიდეს, მაგრამ მანდარი უკვე გააზრებული და გაცნობიერებული გადაწყვეტილება იმისა, რომ მე უკეთესობისკენ მივდივარ. ესე იგი, ბავშვობაში აბრუნებთ. ესე იგი, ბავშვი როგორც იწყებს. კი. ნაბიჯების სწავლას, ჯერ ხოხვას, მერე რაღაც ესე მოჭიდებას, ცოცვას, მერე სიარულს. აი ეგ უწევთ თქვენს ბენეფიციარებს და ყველა ადამიანს, ვინც გამოჯანმრთელების გზაზე. და მათ შორის არის მადლიერებაც, იმიტომ რომ ბავშვს ხო ყველაფერი უხარია, ყველაფერი აბედნიერებს, რაღაც წვრილმანები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ცირედით კმაყოფილება. აი ფანტასტიკური შეგრძნება, როცა იმ ცირედით ხარ. რაც გაქვს იმის მადლიერი რო.
სხვათა შორის მადლიერებას მეც ნუ ყოველთვის მქონდა ეს განცდა რომ მადლიერი ვიყავი და აი ეს მზე შე რო ახსენე და ფოთოლი რომ მომწონს და რაღაც ურბანულ რაღაც გარემოში ამდენ შენობაში როცა ხეს დაინახავ და ბედნიერი ხარ აი სულ მქონდა ამის გაცდა მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან მომწონს მადლიერების გახმოვანება ძილით წინ ოღონდ შენ დილით აკეთებ თუ დილითაც ვაკეთებ და შეიძლება დღის განმავლობაში გავაკეთო ზოგადად იმდანაც დღის განმავლობაში განიცდია მადლიერებას ავტომატურად აი უკვე ნუ დაპრაქტიკების საფუძველზე რა თქმა უნდა, მაგრამ უკვე აი რაღაც ნეგატიური რო ხდება, აი დამიწების ტექნიკა არის ერთ-ერთი ეგეც მადლიერებას მე მაგისთვისაც ვიყენებ, ანუ პაუზას რო იღებ, რაღაც ნეგატიური თუ ხდება, ხო? ეგრევე ვიწყებ იმის ჩამოთვლას იმ სიტუაციაში, რისი მადლიერი ვარ და აბსოლუტურად იცვლება შეხედულება. შეიძლება ადამიანი მადლიერი იყოს იმ ადამიანის, ვისაც იყო დამოკიდებული. რა თქმა უნდა. ხშირ შემთხვევაში, ნუ ეგრევე არა, მაგრამ აი რაღაც გარკვეული ეტაპები რო გადის, რაღაც გარკვეული დრო რო გადის, მერე ადამიანი ხვდება, რომ ძალიან მადლიერია ხოლმე იმ ადამიანის და იმ ზოგადად სიტუაციის, თუნდაც ნივთიერების, თუნდაც დაავადების, რაშიც გამოიარა, იმიტომ რომ არა ის, მე არ ვიქნებოდი დღეს აქ. შესაბამისად, არაერთის გამცმენია, რომ ზუსტად ისეთი ცხოვრების მადლიერი ვარ, როგორიც მქონდა. არაფერს არ შეცვლი. საერთოდ, იმიტომ რომ თავიდან რომ მოდიან ჩვენთან და მე რაღაც პერიოდის განმავლობაში როგორც არიან ხოლმე, სულ ამას ამბობენ და სულ ამას აშღერებენ ბენეფიციარებიც, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ აი აქ შეიძლებოდა ყოფილიყავ. შეიძლება აბსოლუტურად არაფერი არ შეიცვალოს გარემოში და ხშირ შემთხვევაში ესეა. მაგრამ შინაგანი იმდენად სხვა იმაზე მხარეს გადადის და სხვა რაკურსით წრიალდება, რომ აღქმა არის აბსოლუტურად ახალი. ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი ამ თემაზე. დიდი მადლობა ლიზა და ყველას, ვისაც არ ვიცი, ვინც გრძნობთ, ეს ხო ადამიანმა ეს გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს, რომ აი მაგალითად მოვიდეს თქვენ სარეაბილიტაციო ცენტრში. თუმცა ხო ხდება, რომ ოჯახის წევრებიც უბიძგებენ, ასე ვთქვათ, და მათ მოჰყავთ. რა თქმა უნდა, გარე მოტივაციით ბევრი არის ჩვენთან მოსული, ხათრით, თხოვნით, ხვეწნით და ასე შემდეგ, კი ბატონო. უბრალოდ მე ამ პროცესში ეს გარეგანი მოტივაცია გადადის ხოლმე შინაგანში, როცა ადამიანი ხედავს და ხვდება, რომ აი ეს ყველაფერი მართლა მუშაობს მასზე და გაცილებით უფრო კარგად არის, ვიდრე ეგონა. იმიტომ რომ ხშირად არის, რომ ოღონდ ისინი გაჩერდნენ და კი წავალ და საერთოდ მიუღებლობა აქვს თავიდან, რა დაალაგება, რა დავალება, რა ჩემი თავის გაცნობა, რა მადლიერება, რა მიყვარხარ, ხო, საერთოდ, მაგრამ მე ისე ხდება ხოლმე, რომ აი როგორც ვახსენე, ახალ მოსულს პირიქით თვითონ ერთი სული აქვს, რომ დაეხმარო და გადასცენ ის გამოცდილება, რაც თვითონ მიიღეს, ამიტომ ეგეც ძალიან საინტერესო პროცესის ნაწილია. ან მაინც რომ დავაზუსტოთ, ესე იგი თქვენთან შეიძლება რომ იცხოვროს ადამიანმა მინიმუმ 3 თვეა, ხო? რეკომენდაცია არის მსოფლიო, თორე ისე შეიძლება 1 თვე, 1 თვეც მოვიდეს. რაღაცას 1 თვეც თავისას გააკეთებს. ან შეიძლება რომ დღის პროგრამ დღის ცენტრში, ანუ 12-დან რომელი საათი თქვი? 12-დან 5-მდე არის ხოლმე, მაგრამ ნუ გააჩნია სხვადასხვა პრობლემის ჯგუფები, სხვადასხვა განრიგით არის ხოლმე რა, შეიძლება რაღაც ვთქვათ ნარკო, ალკო სხვა დროს იყოს, შეიძლება აზარტულ თამაშებზე სხვა იყოს, ურთიერთობებზე სხვა იყოს, თანადამოკიდებულების სხვა იყოს და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ნუ ჯგუფების მიხედვით იცვლება ხოლმე, ამიტომ შეგიძლიათ რომ ნებისმიერ ვთქვათ დაგვიკავშირდეთ და უკვე დეტალურ ინფორმაციას ჩვენი შესაბამისი ხო, ამ მოდნაცემებს ყველაფერს დავურთავ ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში თქვენი სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებ, რესტარტის. ასე რომ თუ რამე და გაინტერესებთ, შეგიძლიათ აღწერილობას გაეცნოთ. რა თქმა უნდა, ყველა კითხვა რაც გაგიჩნდათ, რაზეც დღეს ჩვენ შეიძლება ვერ ვისაუბრეთ ან გამოგრჩა, დაგვიტოვეთ კომენტარებში. ისედაც მე ყოველთვის გთხოვთ, რომ თუ თქვენთვის საინტერესო იყო ეს ეპიზოდი, გამოიწერეთ სალომე კასრაძის პოდკასტი, მოიწონეთ ეს ვიდეო და დაგვიტოვეთ თქვენი კითხვები, იქნება ეს უბრალოდ თქვენი შთაბეჭდილება ან თქვენი ფიქრები ვიდეოს ქვემოთ კომენტარების ველში. მე ძალიან დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ამ კომენტარებს და
რა თქმა უნდა, თუ რაიმე ისეთი იქნება პროფესიული და ამ თემასთან დაკავშირებით, ლიზასთან შევათანხმებ და დაგიწერთ პასუხს ამ კომენტარებზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ლიზა, მოსვლისთვის და სტუმრობისთვის და ჩემს მაყურებელს ვემშვიდობები ერთი კვირით, დროებით.